დღევანდელი სტუმარი არის ოთარ გაბუნია. შუმერი ეს აქადური ტერმინი არის. მასიურად ქალაქ-სახელმწიფოები, აი ქალაქის ფენომენი, მაინც შუმერული არის. აი იქ ჩდება მე-4 წელში ყველაზე მარტივი ლურსმული მონაკაზრები. გარდა კონსპიროლოგიისა, იმის იქით რამდენად შორს მიდის. რადგანაც იზოლატი ენა არის, ეს აჩენს სპეკულაციებისთვის სივრცეს. ბიბლიური წარღვნა, მისი ფესვებიც არის შუმერში. არარატის მთას არაფერი საერთო არ აქვს. ეს კიდობანთან ადამიანის ინტერესი ის რაღაცების მიერ დიდია ყოფილი. დღეში ერთ მუშას მამაკაც გულისხმობ დაახლოებით 2 ლიტრამდე ლუდი ეძლეოდა. თავისუფლად მგონი სარგუნახადენიც იყო თვითონ მერიქი. ის ყურს არ აცხობს, ლუდს არ აყენებს, სელით არ იმოსება, მიწას არ ამუშავებს. აი ეს კულტურული მარკერები აქვს. ამითი განარჩევს ის მითიური ანუნაკები. თემა. ვინ არიან ანუნაკები? მოგესალმებით, მწარე პოდკასტი. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC, ასევე ჩვენი პარტნიორია დეველოპერული კომპანია Next. პოდკასტის ჩასაწერის სივრცისთვის განსაკუთრებული მადლობა სკოლა არქიმედეს. ეპიზოდს ასევე წარმოგიდგენთ Nexia Georgia, ლიდერი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს ბუღალტრულ, საგადასახადო აუდიტის და სხვა ფინანსურ სერვისებს და ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, სოდნის გაზიარებასა და განათლებას. პოდკასტის მეგობარია Classroom G პლატფორმა, რომელზეც მოსწავლეები პოულობენ საუკეთესო მასწავლებლებს, მასწავლებლები კი იღებენ დამატებით შემოსავალს სოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, მათ დაამატეს რამდენიმე ახალი აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აღწერაში. ჩვენი პარტნიორია Namirwa, ეს არის გაფილტრული წყალი, რომელიც გჭირდება. პოდკასტის იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს GT Consulting კომპანია, სრულ სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს ნებისმიერი ტიპის დავაზე, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სასამართლოებსა და არბიტრაჟებში. და დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვიწერთ ეპიზოდს, რომელიც დაანონსებული ჰქონდა დიდი ხნის წინ და ხშირად მოგიწერიათ მსმენელებსაც, რომ იქნებ ამაზე ჩაიწეროთო, ეს არის შუმერები. და რა თქმა უნდა, ამ თემას ჩვენ განვიხილავთ როგორც საქართველოსთან მიმართებაშიც, ვინაიდან ძალიან ბევრი კონსპირაციული თეორია, შეთქმულების თეორია ტრიალებს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შუმერებთან დაკავშირებით, ასევე ვახსენებთ ძალიან პოპულარულ და საერთოდ არა მარტო ჩვენთან, სოფლიოში კონსპირაციული თეორიების ერთ-ერთ რაღაც ვარსკვლავს ანუნაკებს და რადგანაც საქართველოშიც ბევრი ადამიანი დააინტერესა ამ თემამ, ამასაც განვიხილავთ ასევე თუ რა არის რეალურად, რა დგას, რა ისტორიული და მითოლოგიური შინაარსი აქვს ამ თემას. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ოთარ გაბუნია, რომელიც იკვლევს შუმერებს, აქვს ძალიან საინტერესო ნაშრომები დაწერილი ამ თემაზე. შუმერებს დაწერილ ნაშრომში ასევე აქვს მოგებული წინანდლის პრემია. შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა და აი ამ თემას, რომელზეც აქამდე არ შევხებივართ, გარკვეულწილად დავფარავთ ჩვენს დღევანდელ ეპიზოდში. ძალიან მიხარია, რომ ბოლო-ბოლო დადგა ეს მომენტი და მწარე პოდკასტში შუმერების თემას მიუახლოვდით, იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ეგვიპტეზე, ძველ ეგვიპტეზე, საბერძნეთსა და რომზე ძალიან ბევრი ეპიზოდები გვაქვს ხოლმე საერთოდ. ზოგჯერ კი არა გაუკრიტიკები ვართ მსმენელს, რომ რა ძალიან რომის მოყვარულები ხართ თქვენ და საბერძნეთის საუდა ეს ახლო აღმოსავლეთი რა დაგუჩაგრეთო, მესოპოტამია, რაღაც ასურეთი, ბაბილონი, შუმერი და ასე შემდეგ და აი ვეცდები რომ დღევანდელი ეპიზოდით ეს თემა გავხსნათ და მე ვნახოთ იქნებ კიდევ სხვა მომენტებიც გქონდეს საამისოდ. ზოგადად მოკლე შესავალი რო გავაკეთოთ თემისა, შუმერული ცივილიზაცია არის უძველესი ცივილიზაცია მესოპოტამიაში და საერთოდ იცით რომ ძველი ცივილიზაციები ყოველთვის მდინარეების პირას წარმოიშვებოდა. ეს არის ეგვიპტის ცივილიზაცია, რომელიც ნილოსის დელტაშია, არის მესოპოტამიური ცივილიზაცია, რომელიც ტიგროსსა და ეუფრატს შორის არის და არის ინდის ცივილიზაცია, რომელიც ინდის ხეობის ცივილიზაციას უწოდებენ ხოლმე. და ზოგადად აი ძველი ცივილიზაციები ყალიბდება ყოველთვის დიდ მდინარეებს შორის. და შუამდინარეთი სწორედ აი ამ ორ დიდ მდინარეს შორის, ანუ ტიგროსსა და ეუფრატს შორის არის მოქცეული, ეს არის ნაყოფიერი ნახევარმთვარე, როგორც მას უწოდებენ ხოლმე ამავე დროს. და ეს არის ტერიტორია, რომელზეც ადამიანს საშუალება მიეცა და ალბათ გარკვეულწილად კლიმატმა, მდინარეების ამ შემთხვევაში საშუალებით მორწყვამ ტერიტორიებისა და შენ საშუალება მისცა, რომ მაგ გაჩენილიყო ადრეული ცივილიზაცია. შემდგომში შუმერებმა დაიწყეს განვითარება, ძალიან ბევრი ტექნოლოგიური რამ გამოიგონეს, რაც შემდგომში დამკვიდრდა მთელ მსოფლიოში. მათ შორის, რა თქმა უნდა, ბორბალი, მათ შორის ლურსმული დამწერლობა, რითიც ასეა ცნობილი ეს ცივილიზაცია.
დააარსეს ქალაქები, პირველი ქალაქ-სახელმწიფოები ფაქტობრივად სწორედ აი ამ ცივილიზაციას ეკუთვნის და დაგვიტოვეს ძალიან დიდი ისტორიული მემკვიდრეობა, რომელშიც შედის არა მარტო შემთხვევაში ისტორიული ნაწილი, არამედ მითოლოგიაც ძალიან ფართო და საინტერესო აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გილგამეში, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენთანაც ძალიან პოპულარულია, ნათარგმნია ქართულ ენაზე და მე უამრავი გამოცემა მაქვს ნახე ქართულ გილგამეშისა, მათ შორის კომენტარებით და ასე შემდეგ, ვინაიდან ეს საკმაოდ პოპულარული თემაა. და პლუს ამას, შუმერების ცივილიზაცია, ვინაიდან ეს ძალიან ძველია, ძალიან საინტერესოა, რაღაც ბევრი რაღაცები დაფარული არის, ბევრი რაღაცას ახლა იკვლევენ და შემდეგ, ასევე არის კონსპირაციული თეორიებისთვის, აი ნოყიერი ნიადაგი, ასე ვთქვათ რა. რის გამოც, როდესაც არ იცი, ბევრი რაღაცა ამ თემაზე, მე სპეკულაციებისთვის ჩდება ხოლმე ადგილი და რა თქმა უნდა, შუმერებიც მიაბეს და დააკავშირეს უამრავ თემას, ხან უცხო პლანეტიდან ჩამოდიან, ხან რაღაცა მიგრაციის ნაწილია, ხან ენათესავებიან რომელიღაც ხალხებს, ხან ქართველები არიან, ხან ეგვიპტელები და ასე შემდეგ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ბევრი მისტიკით და მისტერიით დაფარული თემა. ამიტომაც აი ოთარ, ჩვენ დავიწყოთ პირველ რიგში ალბათ უნდა იმით, რა არის შუმერული ცივილიზაცია გეოგრაფიული არეალი, რა თქმა უნდა. და ასე ვთქვათ, წარმოშობის საკითხი, ეთნოგენეზისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენთან სპეკულაციის ნაწილი განსაკუთრებით ეთნოგენეზისი არის ხოლმე ხალხებისა. აი რა შეიძლება ვთქვათ ამისა, რამ გამოიწვია ამ შუმერული ცივილიზაციის ესე ჩამოყალიბება, აღმავლობა და რა თქმა უნდა, ვინ იყვნენ ზოგადად შუმერები? იგა მოგესალმები შენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა სპონსორებს, ვინც ასეთ კარგ პროექტებს ხარს უჭერს. და ამ თემის წამოწევისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადო, იმიტომ რომ ჭირდება, როგორც ჩანს, ქართულ არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ზოგადად პოპულარულ პუბლიკას. ისეთი შესავალი გააკეთე, მე გამიმარტივდება ეხლა დავიწყო შუმერებზე საუბარი. ყველაზე რთული საკითხით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის წარმოშობის საკითხი, საიდან მოვიდნენ შუმერები. და როდისთან? და როდის მოვიდნენ შუმერები? ნუ ორი ძირითადი მიმართულება არის აქ. ერთი არის, რომ თვითონ შუმერები მოსულები არიან, ეს თეორია და საიდან უნდა მოვიდნენ, შემდეგ ამეციება და მეორე არის, რომ ავტოქტონები არიან და ადგილზე განვითარდა ეს კულტურა. მინდა გითხრა, რომ ის მხარე, ვინც ამარაგებს სპეკულაციურ თეორიებს, ძირითადად ემხრობა, რომ შუმერები მოსულები არიან. და რაღაც ბუნდოვანებები არსებობს. მოსულები ვიცი ინტერესოა, იმიტომ რომ ზოგიერთი კონსპირაციული თეორიის მიხედვით უცხო პლანეტიდანაც არიან მოსულები. კი, სამწუხაროდ არის, ახსენეთ ალბათ მოგიწევს იმ ავტორების შენება, ვინც ამ ფსევდო რაღაც თეორიების გავრცელებას შეუწყო ხელი. მაგრამ მოდით დავსვათ რეალური კითხვა, ხო? რამ გამოიწვია ეს რეალობა, რამ შექმნა, რომ შესაძლებელია ასეთი კონსპირაციების გაჩენა. მე ამას უკავშირებ იმას, რომ შუმერული ენა ვერ დაუკავშირებს ვერც ერთ ენათა ჯგუფს. იზოლონტი ენა არის თავისთავად, ამიტომაც ჩათვალეს, რომ იმ არეალში, სადაც შუმერები ცხოვრობენ და იქ არის ძირითადად სემიტური არეალი და რადგანაც არც ერთ სემიტურ ენასთან და არც ოჯახთან არ აქვს კავშირი, ხომ არ არის ესე იგი ემიგრაციული ჯგუფი, ხომ არ არის მოსული და ეს სწორედ ამ იმპულსმა შემდეგ გამოიწვია ხარი აუბა იმ დიდ მოძრაობას, რომელიც გაიკვირდება და ზოგიერთი ურალუართაული ენასთანაც კი აკავშირებს შუმერულს, მათ შორის არის კავკასიური თეორიაც, უფრო შორი და ისეთი რომ დასახელება მათ შორის თურქულიც და როგორც ისტორიკოსებს ალბათ რადგანაც წყაროებთან გვიყვარს შეხება, უნდა ვთქვათ, რომ თუ კი ჩავხედავთ წყაროებს, ასე არქეოლოგიურ მასალას, აუცილებლად დავწუნდებით, რომ ეს არის ავტოქტონი მოსახლეობა, აქ არის განვითარების უწყვეტი ფაზა და ჩვენ ხედავთ როგორც უბეიდიდან, ესე იგი 6000 წლეულიდან დაწყებული აი ამ მარტივ მოსახლეობას, განვითარების დონეს, შემდეგ უცებ ურუქვარკას პერიოდში მთელი ეს ადგილობრივი კერამიკა თავისი პროფილით, თავისი ნაწნევებით, მოხატულობით, როგორ ვრცელდება და ლამის ხმელთაშუა ზღვის აუზომდეც კი აღწევს. ამიტომაც დღესდღეობით სამეცნიერო წრეებში მიღებული არის ეს მოსაზრება, რომ ესენი ავტოქტონები არიან და თავადაც თუ კი ჩვენ ალბათ გვექნება ამას კოსმოლოგიაზე საუბარი, წარმოშობაზე საუბარი, როგორ უდგებიან თვითონ შუმერები თავიანთ წარმოშობას, აი ამ უძველეს ტექსტებში არსად არ ისმის, რომ ესენი მოსულები არიან პირიქით. ქიენგი ასე უწოდებენ საკუთარ მიწას, სამშობლოს, შუმერი ეს აქადური ტერმინი არის, თავის თავს შუმერებს არ უწოდებდნენ. და ქიენგი ნიშნავს, ესე იგი,
ღირსეულთა მიწას ქვეყანას ალაგს და ყველგან მთელ ამ ლიტერატურაში, რელიგიაში არის ეს ცენტრალური ხაზი ადგილობრივი კერის დამჯდარი მოსახლეობის კულტურული ფენა ეს იგრძნობა. ანუ შუმერი აქადური სიტყვაა. ანუ აქადის იმპერიის დროიდან შემოდის. მოკლედ თითქმის ეს ძველი ცივილიზაციების სახელები ჩვენ რაც გვაქვს სხვების შექმეულების სახელებით იცნობთ. იმიტომ ეგვიპტეს ხواسია. კემეს ეძახდნენ თავიანთ მიწას თვითონ, მაგრამ ეგვიპტე ბერძნული სახელწოდება არის და შერჩა რა დამკვიდრდა მე შემდგომში ეგვიპტე. თვითონ აი ეს შუამდინარეთის აი ყველაზე ძველი ფენა რაც შეიძლება ითქვას რომ არქეოლოგიურად მოგვიპოვება. აი დაახლოებით მე რამდენი 1000 წლეულიდან იწყება ეს ცივილიზაცია და აი რო შევადაროთ იმ დროის სხვა ცივილიზაციას, მაგალითად ეგვიპტის ცივილიზაციას და ინდის ხეობის, აი რამხელა სხვაობა არსებობს მათ შორის. ანუ ერთდროულად ხდება ეს პროცესი თუ თქვათ ასწრებს შუმერი ყველაზე უფრო ადრეული ამ ყველა. ხო, ეგ ძალიან კარგი და რთული საკითხია. ნუ მე-6000 წლეული არის, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სტატისტიკა შევქნათ სამეცნიერო მასალის და ვისაუბროთ გარკვეულ სურათზე. მანამდე არის ცალკეული ფრაგმენტები, თუმცა ეგ უფრო ჰიპოთეზის დონეზე რჩება. მე-6000 წლეულიდან ჩვენ გვაქვს უწყვეტი ფაზა განვითარების და ეს როგორც თქვი, ჩანს როგორც ქალაქების გაფართოებაში, ისე კერამიკაში და ჩვენ ენობრივ დონეზეც ვამჩნევთ ამ განვითარებას. თუმცა ჩაწერა გვიან მოხდა, რა თქმა უნდა. ეხლა რომელი უსწრებს მე ვფიქრობ, რომ და როგორც არის მასალები, გარკვეულწილად თანადროული არის ეს მოსახლეობა ყველა, მაგრამ მცირე უპირატესობა აქვს შუმერეს მოსახლეობას და ეს გამოჩნდა დამწერლობის შექმნაში და ამაზე შეგვიძლია ალბათ შემდეგ ვისაუბროთ რატომ და როგორ მოხდა ესას. ანუ ლურსმული დამწერლობა ყველაზე ესეთი ადრეულად შეგვიძლია მოვიაზროთ. კი, შეგვიძლია ეს ადრეულად მოვიაზროთ და ამას საკუთარი მიზეზები აქვს. სამეურნეო ეკონომიკა ედგა ამ ყველაფერს უკან და თუნებას მოვცემ ორიოდე სიტყვით ახსნი როგორ ასევე ესეც რო ახსენოთ აი ცენტრალიზებული შრომა როგორც ჩვენ რამაც გამოიწვია ამ ცივილიზაციის აღმავლობა ხო აი ეკოლოგიური წინაპირობებიც აქვს ამ ყველაფერს იმიტომ რომ იქაც რო ჩდება ამ დინარეების პირას ეს ცივილიზაციები აშკარად ბევრმა რაღაცამ შეუწყო ხელი რომ ასე მომხდარიყო მაშინ კი ბატონო აი ძალიან სწორად ახსენე ახ ეგვიპტე გამოგვადგება მაგალითად ეგვიპტის ესე იგი სამდინარო ცივილიზაცია მსოფლის მეურნეობის თვალსაზრისით დაფუძნებული არაზე უნდა ადიდდეს სირიუსი რო გამოჩნდება გაანაყოფიეროს რამდენიმე ათეული დღე არის და შემდეგ მიდის ხმათესვა ხო ანუ ელოდებიან წყლის ნაკადს ეხლა სამხრეთ შუამდინარეთში წყლის პრობლემა არ არის თითქმის წელიწადის ყველა დროს არის წყალი მთელი პრობლემა არის როგორ აკონტროლო ჭარბი წყალი ხანდახან არის უცებ მოვარდნები იმიტომ რომ სადღაც ზევით კურდისტანის მთიანეთში შეიძლება მეწყერი ჩამოწვეს, ან სადღაც ჩაიკეტოს, მე ერთიანად გამოანგრიოს და ეს წყალდიდობები მუდმივად ხდება. ამიტომაც უმთავრესი საქმე თუ კი ჩვენ სამეფო ჩანაწერებს გადავხედავთ, აი რითი მოაქვს მეფეს თავი რა გავაკეთე, ხო? ეს არის ორი რამ, ერთი არის ტაძრის აშენება, ეს ცალკე რელიგიის სფეროში ვისაუბრებთ და მეორე არის არხების მოვლა, პატრონობა, გაყვანა ახალი არხების. და ეს იმხელა მნიშვნელობის საკითხი არის, რომ მათ შორის წელთაღრიცხვას საიდან ვიწყებთ, ახლა ჩვენ შეთანხმებულად ქრისტეშობიდან, ხო? აი იქ არის რომ როდესაც მაგალითად ამადა მეფემ ესა და ეს არხი გაიყვანა იქიდან 20 წლის თავზე. აი არხების გაყოთა სახელები აქვს, საკუთარი სახელები აქვს, ის კი არა ზოგჯერ ღვთაების დეტერმინატივითაც კი იწერება ამა თუ იმ არხის სახელი, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან რთული საქმე და მათ შორის რამდენიმე მეფე არის, ვინც ამ არხის გაყვანას უბრალოდ შეეწირა და დაიღუპა. ამიტომაც რადგანაც წყალი იყო და ამ ხალხმა ადრევე აუღვა ამ არხების საინჟინრო, ესე იგი საირიგაციო საქმიანობას ძალიან მალე განვითარდა სოფლის მეურნეობა. ეხლა რო წარმოვიდგინოთ როგორი არის მოწყობა, მე შეიძლება შევადაროთ აი თანამედროვე სუპერ გიგანტ კომპანიებს, როგორიც არის მაგალითად Amazon-ი ან Google-ი, რომელსაც მთელი თავის ინდუსტრიული სივრცე აქვს, არეალი აქვს, თანამშრომლები ყავს და თვითკმარი არის ფაქტობრივად იმ ბაზაზე, ხო? აი დაახლოებით შუმერული ძლიერი სახელმწიფო მესამე ქალაქს გულისხმობ რა თქმა უნდა მესამე 1000 წლებში ური მაგალითად კი ბატონო ურის მესამე დინასტია თუნდაც ცენტრში თვითონ ვიცხოვრობდა ბირთვი არის 50000 ადამიანი დაახლოებით შეიძლება ცოტა მეტი ირგვლივ სოფლებსაც თუ მიამატებთ დაახლოებით 100000 შეიძლება ავიდეს ეს ყველაფერი და
ეხლა მაგალითად მახსენდება სახსტატის მონაცემები ვნახე და საქართველოს დაახლოებით 500,000 ტონა ხორბალი ჭირდება ყოველწლიურად და აი ერთი ასეთი ქალაქ სახელმწიფო გამოიმუშავებდა თქვათ 120,000-150,000 ტონა ხორბალს ყოველწლიურად. ეხლა ამდენი რა თქმა უნდა თვითონ არ ჭირდებოდა მოსახლეობას დათვლილი არის ჩვენ ძალიან ბევრი ტექსტი გვაქვს რა რაოდენობის ხორბალი ჭირდება მუშას მთელ ინსტიტუტებს რომ იფუნქციონიროს და ამ ხელა მოსახლეობაზე დაახლოებით 20-30 ტონა საკმარისი არის. რაში მიდიოდა დანარჩენი ეს არხების შენებლობა კი ბატონო სახელმწიფოს განვითარება სარეზერვო ფონდები ჰქონდათ მოწყობილი და ესე იგი ამ დონის მეურნეობის მართვამ გამოიწვია აუცილებლობა იმისა რომ ეს ყველაფერი როგორმე აღენოსხოთ. ეს არის საოცრად მოწესრიგებული ხალხი და როდესაც ის ფაზა აღარ ეყოთ რაღაც ქვის ტოკენები, აი თქვათ ეს 10 ცხვარს ნიშნავს, 1 ტონა ხორბალს ნიშნავს, ეს ტოკენების თადადგა, ხო? საკმარისი აღარ აღმოჩნდა, აი იქ ჩნდება მე-4 წელში ყველაზე მარტივი ლურსმული მონაკაზრები და არის რომ მაგალითად კაცი, ცხვარი ან ხორბალი და ციფრი. აი ეს არის სამეურნეო ხასიათის ეკონომიკური ტექსტები და აი აქედან დაახლოებით ჩვენ 500 წელი გვჭირდება იმ ეტაპამდე, სადაც პირველი ლიტერატურული ხასიათის ტექსტი ჩდება. ანუ მეურნეობით იწყება. მეურნეობით იწყება ეს ყველაფერი და აი მე ეს მახსენდება ძალიან პოპულარული მიმი არის ინტერნეტში, იანასირი, რომელიც მათ ცუდი ხარისხის სპილენძი გაყიდა მონი და ამაზე მე ვიღაცა საჩივარს წერს, ხო? და ამ სახის ტექსტია შემორჩენილი და აი ესეც ალბათ ამ პერიოდს განეკუთვნება გარკვეულწილად, თუმცა აი სამეურნეო, სახელოსნო, სავაჭრო რაღაც დონეზე ხდებოდა ამგვარი ურთიერთობა. კი ბატონო, თვითონ იურიდიულ ტექსტებში ცალკენ განყოფილება ძალიან ესე დიდი რაც სვაში ეცემა მკითხველს არის რომ მოწესრიგება სამეურნეო სფეროს. იქ ვაჭრობის სპეკულაციის, საწონი ქვების რო ვიღაცები თქვა ცოტა ნაკლები ახან მეტი აქვს და უმკაცრესი სასჯელები იყო ამ ყველაფერზე. ამიტომ ეს არის საზოგადოება, რომელიც უაღრესად მოწესრიგებულია. დღეში ათასობით ფირფიტ არის იწერება რომ აღრიცხონ, რომელ მუშას რა რაციონი მიეცა. მაგალითად ეხა შეიძლება საინტერესო იყოს ლუდი, რომელიც ასევე შუმერულია, დღეში ერთ მუშას მამაკაც გულისხმობ, დაახლოებით 2 ლიტრამდე ლუდი ეძლეოდა, პური ეძლეოდა დაახლოებით კილოგრამი და 600 და იქ იყო თქვა სელი და თაფლიც იყო და სხვადასხვა ესეთი. ესე იგი საკმაოდ დიდი ეკონომიკა იყო და ეს თითოეული გაცემა, ესე იგი აღემიცემობა იქნება თუ რამ ყველაფერი აღიბეჭდებოდა და იმ დონეზეც კი ახლა რომ შევკრა ეს შენი კომენტარი მაგალითად ცნობები გვაქვს მუშის ავადმყოფობის შესახებ რომელიც ზედამხედველს თხოვს რომ უგულას თხოვს ზედამხედველი თანამდებობა არის რომ ესა და ეს ვერ დავესწრები ან პირიქით აქტი არის შედგენილი რომ ესა და ეს მუშა არ იყო ავადმყოფობის გამო და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის საოცრად მოწესრიგებული საზოგადოება და ამ პირობებში დამწერლობის ასეთი მაღალი დონის სისტემის შექმნაც ალბათ ლოგიკური არის და საჭიროება მოიწონდა და გაჩნდა ამასთან ერთად. მაგრამ როგორც ეგვიპტეში იდეაში ხა არც ქნებოდა ასევე ურბანიზაციის მასშტაბებიც ნენელა იზრდება ხო ამ პერიოდში და ქალაქი როგორც ასეთი ქალაქის ფენომენი ალბათ მაინც შუმერული არის. პირველად დიდი ქალაქი თუ არ ჩათალჰუიუქს და მე თუ არ ჩათვალ რა თქმა უნდა რომელიც ადრეულ ეტაპზე ასევე მცირე აზიაში და სხვაგანაც არსებობს მაგრამ აი მასიურად ქალაქ სახელმწიფოები აი ქალაქის ფენომენი ქალაქის მმართველი და რაღაც თავისი საბჭოთი და შემდეგ მაინც შუმერული ფენომენი არის. კი, ამაში უნდა დაგეთახმო, თქვათ იგივე ურს რო დაუბრუნდეთ ურის მესამე დინასტიის პერიოდში, დაახლოებით 15, მაქსიმუმ 20,000 კვადრატულ მეტრზე არის ძირითადად ქალაქი გაშენებული, ეს საკმაოდ დიდი ზომა არის და თვითონ არამხოლოდ ესე იგი დაგეგმარების თვალსაზრისით, კულტურული განცდის თვალსაზრისით ქალაქი იყო მნიშვნელოვანი ცნება, იმიტომ რომ შუმერს მიაჩნდა რომ ის არის ქალაქის შვილი, აი ესეთი განცდა არის, ქალაქი არის დედა და ის არის მისი შვილი და არამხოლოდ ესე იგი უფლებები გააჩნდა, არ მხოლოდ პასუხისმგებლობები გააჩნდა, უფლებებიც გააჩნდა და ეს თანაბარზომიერად იყო დარეგულირებული, თქვათ, საკანონმდებლო აქტების მიერ. და მაგალითად ქართულ რეალობაში შეიძლება გაგვეგონოს და ვიცოდეთ ამარგი ესეთი შუმერული ფრაზა
რაც გამოიყენება თავისუფლების აღსანიშნად. ანუ თავისუფლება ამ არგი კომპოზიტი არის და სიტყვასიტყვით ნიშნავს დედასთან დაბრუნებას და დედა იმ წიაღს და ქალაქს გულისხმობს და ეს გამოიყენებოდა მაგალითად თუ კი რომელიმე ტყვეს განთავისუფლდებდა, ესე იგი უფლება ეძლეოდა რომ თავის წიაღს ქალაქს დაბრუნებოდა და ესე იგი ამდენად მაღალი იყო შეგნება ქალაქის შვილობისა, ამიტომ მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური ფენომენია. ეს ურის გარდა ურუქიც არის, ხო ასეთი? კი ბატონო, ურუქი, ლაგაში, უმა, ისინი, ეს არის ქალაქები, რომლებიც შუმერები ცხოვრობენ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან დიდი დაპირისპირებებიც არის მათ შორის და ასევე გვაქვს პირველი დიპლომატიური ჩანაწერები, მაგალითად ეხა ლაგაშსა და უმას შორის ეს ორი კონგლომერატი არის ქალაქების, ლაგაში ცოტა სამხრეთია, უმა ცოტა ჩრდილოეთი, იყო სამეურნეო გვედენას ველი, ესეთი ძალიან დიდი, რამდენიმე 1000 კვადრატული კილომეტრი სავარგული სამეურნეო და მოხდა ის, რომ როდესაც ორი ქალაქის ეკონომიკები იზრდება, დაახლოვდა საზღვრები ამათის სამეურნეო სავარგულების. და რომ დაახლოვდა, ესე იგი მოსავალი ვინა იყოს, გაჩნდა კონფლიქტი იქ. და ეს ანათომის ჩანაწერები გვაქვს დაახლოებით 25-24 საუკუნეების უფრო ძველი ჩანაწერებიც გვაქვს ამ ორ ქალაქს შორის დაპირისპირება 4 თაობაში გადაიზარდა და როგორ უდგება თვითონ ეს ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ლაგაშის მხარის ჩანაწერები გვაქვს უმას მხრიდან არ ვიცით გაშუქება როგორი არის მაგრამ კოსმოლოგიური დასაწყისი აქვს რომ როდესაც სამყარო შეიქმნა და ენლილმა გაყო ამა და ამ ხვთა ნინგისუსა და შარას საზღვრები, იმიტომ რომ ქალაქს თავისი ფარველი ხვთაება ყავს და ის შემოსაზღვრულია რაღაც ზონაში. ანუ იმ ქალაქში უკვე სხვა ხვთაება არის. დემარკაცია იყო, რაღაც სტატუს კო იყო და შემდეგ ერთი არღვეს ეს აღადგენს მეორე არღვეს და მოლაპარაკება რაღაც დიპლომატიური ურთიერთობების პირველი ჩანასახები ამ ტექსტებში ჩანს და როგორი გვარდება ტერიტორიული კონფლიქტი. ხო, თანაც აი შუმერულ და ზოგადად შუამდინარო ცივილიზაციებს ასევე შენახსენე, რომ კანონების სახასიათებს საკმაოდ მკაცრი კოდექსი აქვს, ფაქტობრივად კანონებისა, რომელსაც აუცილებლად ემორჩილებოდა საზოგადოება, რომ აი ის სისტემა შენარჩუნებული იქნას, რომელთაც ცხოვრობს ზოგადად ეს შუამდინარული ქალაქი და აი მათ შორის ურნამუს კანონები ხო ცნობილი, აი როგორი ფორმით ჩდება პირველად ეს კანონები და აი ძირითადად რაზე კეთდება აქცენტი შუმერულ კანონებში, ან რის დაცვაზე მოითხოვს და რა სასჯელი ესჯება? კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ კანონები რაღაც ეტაპზე ჩდება წერილობით წყაროებში, ხო? ანუ მანამდე არ უნდა ვიფიქროთ. ჰამურაბის ყველაზე ცნობილია. ხო, ჰამურაბის, მაგრამ უნამუ ერთ-ერთი პირველია, ვინც ახსენე და განა მანამდე არ რეგულირდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ წერილობით არ რეგულირდებოდა. იყო ზეპირსიტყვიერი სამართალი, მაგრამ რაღაც ისტორიულმა და რაღაც გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა აიძულა მოსახლეობა რომ დაეწერა წერილობით შეედგინა აქტი. ეხლა ჩემი აზრით ეს პერიოდი თუ კი ამ ურნამუს პერიოდსაც გადავხედავთ არის რა, რომ მანამდე არის თქვა შუმერული ქალაქსახელმწიფოები, შემდეგ მოდის სარგონ აქადელი, არის ძალიან დიდი მიგრაციული პროცესები და ბევრი რამ რაც ამ არეალში ჩაულებრივად გასაგები იყო მაცხოვრებელისთვის, ანუ შუმერული კულტურის რაღაც შვილი იყო, ესენი უცირესობაში ექცევიან, მართალია რაღაც კულტურულ და პოლიტიკურ დომინაციას ჯერჯერობით ინარჩუნებენ, მაგრამ ის რაც ამათვის ჩაულებრივი დღის წესრიგი არის, იმ მოსულისთვის შეიძლება არ იყოს და ჩდება ბევრი დარღვევა. ამ დარღვევები იმდენად იჩინა თავი და შემდეგ კორუფციები არის ძალიან სერიოზული, ამაზეც ტექსტები გვაქვს ყველა შორის ძალიან ბევრი ესეთ მახინაციებიც უხვად არის, რომ ზოგიერთი მართველი, ესე იგი თავის მოულობად იჩენს, სწორედ უკვე წერილობით გაჩნდეს ეს დოკუმენტები და ურნამუს ერთ-ერთი პირველი დოკუმენტები არის ეს იურიდიული ხასიათის, სადაც საუბარი არის კორუფციას. ეხლა რა არის მაგალითად აქ? ეს ფორმულირება ასეთი არის, რომ მათ ხომ ესეთი კოსმოლოგიაშიც აქვს, რომ ოდეს მაგალითად მორიელი არა იყო, ღრეანკალი არა იყო, ან ცუდი რაღაცები არა იყო, პრიმორდიალურ ხანაში გესაუბრებად, რომ ჰარმონია იყო, ხო? ისიც ასე გესაუბრება, რომ ოდეს ანუ ქურდობა არ იყო, ან უწინ, ესეთი ფორმულირებები არის. მაგალითად წყემსი რომელიც ან მაგალითად მუშაკი ავიღოთ, ხო, მიწის დამუშავებისთვის ინათხოვრებდა მაგალითად ხარს. და ამ ხარისთვის საფასურად რაღაც ქირა უნდა გადაეხადა, ხო? და უწინ მაგალითად ეს საფასური იყო, მაგრამ შემდეგო ვიღაც მაღალმა მოხელეებმა
ძალიან დიდი გადასახადი დაადეს თვითონ ამ ხარსაც, თვალის დაზიანებასაც, კუდის დაზიანებასაც, ან მაგალითად დაკრძალვის რიტუალებში, მაგალითად მონაწილეობა მიეღო, ან წესის აგება იყო ასეთი განბანის რიტუალი, ამ ქურუმს ფული უნდა აეღო, უწინეს არ უნდა ყოფილიყო. აი ასეთი რაღაც დეტალები, რომლებიც მეტყველებს ამ მორალურ ზნეობრივ ხასიათს ქურდობასთან დაკავშირებით მათ შორის არის ძალიან ბევრი ამ ტექსტში და ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ცალკე მუხლები უამრავი ეკუთვნის ქალს და ქალის უფლებებს და მე პირველად გაუცებული დავრჩი ინდონეზიაში დაცული ქალის უფლება შუმერულ და შუამდინარულ კანონმდებლობაში, რომ შეიძლება მაგალითად დღესაც გაგვიკვირდეს. ესე იგი, თითოეულ ტერმინები არის ცალკე და რას გულისხმობ? არც ერთ ეტაპზე ქალი არ რჩება მარჩენალის გარეშე. მაგალითად, თუ კი ქმარი გარდაეცვლება, იმ ხრის ოჯახი არის ვალდებული, რომ არჩინოს მიცესამოსელი, ამ შვილებსაც გვარი და ესე იგი მემკვიდრეობა. თუ მაგალითად ოჯახიც არის, ამასაც ითვალისწინებს, აღარ არის მარჩენალი, მაშინ უკვე ადგილობრივი თემი იღებს, ან ტაძარი იღებს ვალდებულებას, რომ არჩინოს. ანუ ის, რომ ამასაც თავისი მიზეზები აქვს, ეს მოსახლეობის გამრავლება ჭირდებოდა, შეიძლება და ეს მუშახელი საჭირო იყო. და ამიტომაც აი ასეთ გარემოში ოჯახური ინსტიტუტი ჩამოყალიბებას ხელს უწყობს კანონმდებლობა, იმიტომ რომ ძლიერი ოჯახი ჭირდება, იმიტომ რომ ჯარისკაცი ჭირდება, მუშახელი ჭირდება და მოწესრიგება ჭირდება ამ სისტემას. სხვადასხვა ერთი უცნაური კანონი არის იქ ნახსენები, უწინ ქალებს ორ-ორი ქმარი ჰყავდათო და აწი აიგზავნოსო და მხოლოდ ერთი ჰყავდეს. ესეთი უცნაური ჩანაწერიც კი არის. იმიტომ ცხოვრების ყველა სფეროს ფაქტობრივად მოიცავს ეს კანონი. სოციალური სტრუქტურა როგორ შეიძლება დახასიათდეს შუმერში? ანუ თუ იყო მათ შორის სხვაობა, განსაკუთრებით რაღაც ახლა მაგალითად ეგვიპტე ქალაქ სახელმწიფოები უფრო არ იყო ერთიანი რაღაცა სამეფო იყო, ხო, უფრო მეტად და შუმერში იყო ბევრი ქალაქ სახელმწიფოების ერთობა და აი თუ არის მათ შორის ამ სოციალური სტრუქტურის მხრივ განსხვავება, იმიტომ რომ მაინც ძველი ცივილიზაციების ძირითადად სათავეში დგას მეფე, მე ვქოთ ქურუმები არიან გავლენიანი და მე მოყვება ამის შედეგად აი პირამიდისებური სოციალური წყობა. აი შუმერში რამდენად არის ასე? ხო, ესე იგი თუ კი ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ, ამ საზოგადოების და ჩანასახის სათავეში დგას ქურუმი, რომელიც არის რელიგიური ლიდერი და მათ შორის უნდა აღნიშნოს, რომ მთლიანად ამ ქალაქის და საზოგადოების ღერძი არის ტაძარი და სატაძრო ეკონომიკა. იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ რელიგიური ცენტრი, არამედ ეს არის მთელი ამ მოსავლის შეკრების ადგილი. საიდანაც მერე მთელ მოსახლეობაზე ნაწილდება. და არა მხოლოდ მთელ მოსახლეობაზე, არამედ მაგალითად ცენტრი ქალაქი რომ არის, მაგალითად ლაგაში, მისი ირგვლივ არის გირსუ, ასეთი მიმული ქალაქი, აი მისი კვებაც კი ამაზე არის, აი მთავარ ტაძარზე არის და აქედან რეზერვებში ნაწილდება. ამიტომაც აი ამ დიდი ინსტიტუტის, რასაც ტაძარი ერქვა, ხელმძღვანელობა იყო არა მხოლოდ რელიგიური, არამედ რაღაც ეკონომიკური და სამეურნეო ხასიათის. მაგრამ აი იმ განვითარებასთან ერთად, როდესაც სხვადასხვა ქალაქების ეკონომიკები იზრდება და კონფლიქტები ხდება, საჭირო გახდა იმ კასტის ჩამოყალიბება, რაც სამხედრო კასტა არის. და საჭირო გახდა იმ ადამიანის ჩამოყალიბება, ვისაც დღეს ჩვენ მეფეს უწოდებს. და მეფე შუმერულად არის ლუგალ, სიტყვასობით დიდი კაცი. და ვიღაც დიდი კაცი გამოვიდა, რომ მე გაგიძღვებით თქვენ ამ დაპირისპირებაში და გავიმარჯვებთ. თანდათან ამის არსებობა იმდენ მნიშვნელოვანი გახდა, რომ ქურუმთან ერთად უკვე მეფემაც მოიპოვა თავისი პოზიციები და გვიანდელ უკვე თანდათან სარგონი როდესაც მოდის, მეფე ხდება უმაღლესი ქურუმიც მათ შორის. ანუ მეფე ითავსებს იქეთ, ანუ იძლიერებს პოზიციებს. რაც შეეხება ქვევით, ეს პირამიდისებური სისტემა არის, სხვადასხვა ესე იგი კორიდორები, თუ შეიძლება ასე ითქვას. უმთავრესი ალბათ ის არის ეგვიპტისგან განსხვავებით, რომ კლასიკური ეს მონათმფლობელური საზოგადოება არ არის, არ აყავთ მონები, ტყვეები ყავთ, სხვადასხვა მთელი საბჭოთა სკოლა ცდილობდა რომ დაემტკიცებინა, რომ შუმერი იყო მონათმფლობელური სახელმწიფო, მაგრამ არ გამოვიდა ეს გელბმა და სხვადასხვა საბჭოთა აკადემიურ სფეროში ჯემალ შარაშენიძემ, ჩემო მასწავლებელმაც ძალიან მნიშვნელოვანი შრომები მიუძღვნა ამათ და ეს რაზე დამტკიცდა, ეხლა საინტერესო არის, რომ იქ არის სამეურნეო ანგარიშები, რომ მაგალითად 2/3 კაცი, 2/3 კაცს მიეცეს ამდენი და ამდენი დღიული რაციონი. ან აი ეგეთი წილადები და თავსატეხი იყო რა არის ეს 2/3 კაცი რა არის. და შემდეგ ესე იგი კალენდრის სისტემასთან ერთად, დროის სისტემის გაგებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ეს არის სამუშაო დღის
საათები. და აღმოჩნდა რომ არც ერთი მუშა, აი იქნება ეს ხელოსანი რაღაც სპეციფიკს არავინ უფასოდ ესე იგი არ მუშაობს, ყველას აქვს თავისი ანაზღაურება, სამართლებრივი უფლება და მათ შორის უმცირესი ესე იგი სოციალური ფენის წარმომადგენელსაც კი აქვს საკუთრების უფლება. ამიტომაც ეს არის ძალიან მოწესრიგებული და ესეთი ძლიერი საზოგადოება, სადაც მორალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს და შემდეგ უკვე ამას ამაგრებს საკანონმდებლო წერილობითი ტექსტები. შუმერებს ძალიან ბევრი გამოგონებას მიეწერებათ ხოლმე, ხო, ტექნოლოგიურად თვალსაჩინოებაც მან დაიწყო განვითარება, მათ შორის ბორბალი განსაკუთრებით. მაგრამ აი რაზე შეიძლება კიდევ თქვა, რომ შუმერების შექმნილი არის? ხო, აქვთ კი ეს თან გასაკვირი რა არის, იცი, თუ კი ახლა იმ გეოგრაფიულ არეალს ჩავხედავთ, ფაქტობრივად არაფერი იქ არ ხარობს, ესე. ანუ სიცხე არის ძალიან დიდი ტემპერატურა, არის ეს გუდრონი და ფისი ერთი, რაც გამოულეველი არის და მიწიდან ამოდის. ყველაფერს აბსოლუტურად ეზიდებიან, მათ შორის გაიკვირდებათ და ინდიანის ხეობაშიც კი გადადიან, ინდუეთამდეც მიდის, სირიაში ამოდიან ხეტყისთვის, სამხრეთ კავკასიის, ანუ ევრატის სათავეებამდეც ამოდიან, ეს ვიცით თანამდებობით. და ესე იგი მთელი არეალიდან ეზიდებიან მასალას, პროდუქტს, რაც სჭირდებათ ეკონომიკის. დინარეები აქვს მოტო. ხო, ეს არის და ამ საინჟინრო საირიგაციო არხებით ანაყოფიერებენ ამ მიწას. ამიტომაც ძალიან დიდი შრომა არის თავისთავად ჩადებული და მე უმთავრესად მაინც დამწერლობას გამოვყოფდი, იმიტომ რომ ეს მართლა იმ პერიოდისთვის ატომის გახლეჩვას უდრიდა და ისტორია ხო ჩვენ ახლა თითქოს უძველეს ისტორიაზე საუბრობთ, მაგრამ ისტორია არის ის, საიდან დამწერლობა იწყება, ხო, რეალურად მანამდე უფრო არქეოლოგიის სფერო არის და ისტორიკოსებს მაინც ეს წყაროები გვაინტერესებს, ამიტომ რომ შუმერებს უნდა უმადლოდეთ და ვერ დავუკარგავთ და იმდენად სრულყოფილი დამწერლობის სისტემა შექმნეს, რომ ამაზეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, თუ კი მაგალითად ჩინელებმა თითოეულ ცნებისთვის ცალკე იეროგლიფი გამოიგონეს, აქ ეს საკითხი სულ სხვანაირად გადაიჭრა. და რატო? საწერი მასალა თიხა არის ულევი შუმერში, მაგრამ მისი მოცულობა არის ძალიან პატარა. ესე იგი უმეტესობა თიხის ფირფიტების ხელის გულზე უნდა დაეტიოს, მათ შორის სამეურნეო ტექსტები. ეს უნდა ხელზე უნდა გასწორდეს და აქვე ამაზე, ანუ შენ დიდი ადგილი არა გაქვს, რომ დიდი ტექსტი დაწერო. ამან თავისთავად უკვე სისტემა შეცვალა დამწერლობა როგორი ლოგიკით უნდა წარიმართოს. შესაბამისად, ყველა ცნებისთვის ან საგნისთვის ცალკე გამოსახულებას ვერ მოიფიქრებდნენ და დატვირთეს ერთი და იქ მაგას ფეხის გამოსახულება, ხო, დატვირთეს აი გადაადგილება, მოტანა, სირბილი, სიარული, ბევრი მნიშვნელობით. ეხლა მე ამან რებუსული სისტემა შექმნა, ახლა ერთ ლუსულ გრაფემა შეიძლება 50 მნიშვნელობა ჰქონდეს. ანუ რომელი მოვარგო, როგორ წავიკითხო, აქ უკვე იქ თავისი ლუსული ნიშნები, საგზაო ნიშნებივით, რომ გივიწროებს, რომ ამის შემდეგ რო შეხვდება, მოდი ამ სემანტიკიდან ამოირჩიე, მაგალითად სამეურნეოდან, ღვთაებებიდან და საბოლოოდ რაღაც არის თვითონ ნიშნები ჩადებული, რაც საკმაოდ ლოგიკურს ხდის. და ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ თელმა შუამდინარეთმა და ძველმა აღმოსავლეთმა შემდეგ ეს ლურსმული დამწერლობის სისტემა აითვისა, ხო? მათ შორის ინდოევროპელებმა ხეთებმა ლურსმულად წერდნენ, ლუიური დამწერლობები ლურსმულად არის ძველი სპარსული, ლურსმულად არის ელამური, ურარტული მათ შორის. ყველა თავის ენაზე წერდა, რა თქმა უნდა, მაგრამ სისტემა იყო ბრწყინვალე და ეს ძალიან დიდი მიღწევა მათი. ხო, ქართული პირველი სახელმწიფოებრივი ფორმებით, სადაც არის დასახელებული დიაოხი და კულხა და ისიც ლურსმული დამწერლობის ნიმუშები არის რა. პირველად მან ჩანს, მანდან იწყება ამ შემთხვევაში ისტორია რა, იმიტომ რომ ისტორია ხო იწყება დამწერლობის გაჩენასთან ერთად, რეალურად რომ ჩაწერილი არის უკვე ამ თვალსაჩინოებით. ამავე დროს შუმერში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც აღნიშნე, შენ რელიგიას საერთოდ, ხო? იმიტომ რომ ქურუმი იდგა საერთოდ სათავეში თავიდან და მეფეც, როდესაც მოვიდა, ისიც კი მის ძალაუფლებისთვის საჭიროებს, რომ ქურუმად შეითავსოს იმასთან ერთად. ანუ დაახლოებით როგორც რომის იმპერატორი იყო ხოლმე იუპიტერის უმაღლესი ქურუმიც ამავე დროს დაახლოებით ისეთი ვარიანტია აქაც, მაგრამ აი რა არის შუმერული რელიგიის ძირითადი არსი ამ შემთხვევაში? რა ღმერთები ყავს შუმერს?
რას ანიჭებს უპირატესობას, თავარი ღვთაება რისწია, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამეს განსაცვლელს ხოლმე შემდგომში და ძირითადად აი რა მიმართულებისა შუმერული მითოლოგია, როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ აი ეგვიპტურისგან ან მაგალითად ინდურისგან ან ბერძნულ-რომაულისგან ვითი განსხვავდება ძირითადი ნიშნები მისი. ხო, ესეთ ფუნდამენტური თემაა. აქ რამდენიმე პლასტი არის განვითარების ფასებთან ერთად და იცვლება სხვათა შორის გეოპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით კვალდაკვალ. ეხლა რას გულისხმობ? არქაულ ესე იგი ფენებში უადრესი ღვთაებები არის ცა და მიწა, ანი და კი. და მათი კავშირისგან ხიეროს გამოს, ესე იგი ზეციური ქორწილისაგან იქმნება მთელი ხილული სამყარო, პირდაპირ არის სარიტუალო საქორწინო ტექსტები აღწერილი, როგორ იკაზმება მიწა, როგორ იკაზმება ცა და როგორ ნაყოფიერდებიან და ესე იგი ეს არის უადრესი სფერო. შემდეგ მათი შვილები, ესე იგი მეორე თაობა, ეს არის ენლილი, შუმერული პანთეონის მამაღმერთი, რომელიც არის ეს ამ წარმოდგენაში რა გარკვეულ სკნელებად არის დაყოფილი სამყარო და შუა სკნელის ესე იგი ლილ ჰაერი ქროლვა არის, ენი არის მეუფე, ანუ ამ ჰაერის ქროლვის ბრძანებელი არის და ის არის გამგებელი ფაქტობრივად მთელი ხილული და მათ შორის არახილული სამყაროს. იქ არის მიწისქვეშეთი, რომელიც ცალკე სექტორი არის და ასევე გვაქვს ერთი განზომილება, რომელიც არის დასაბამი ყოველგვარი სიბრძნის, სიკეთის, გონიერების, ნიჭის, ეს არის ენქის საუფლო, ანუ მიწის ღმერთის საუფლო, საიდანაც ამოდის ყოველგვარი სიკეთე, რაც კი არსებობს. არის მთავარი დედაღვთაებები და მე უნდა აღვნიშნო, რომ ახლა ბერძნულთან მიმართებით ესეც ანთროპომორფული ღვთაებები არის, ესე იგი ადამიანური არის და საჩანს, იმიტომ რომ ამ ღვთაებას ჭირდება მოვლა. ეს გამოიხატება შეწირვაში ყოველ რიტუალებში, რომ საჭმელი უნდა მიუტანო, წყალი უნდა დაუდგა, გარკვეული კულტსახურება არის, როგორც ადამიანს, ისე უნდა მოუარო. და მათ შორის არის ქანდაკებები აქვთ და თუკი ამ ქანდაკებას მოპარავს მაგალითად ელამელი, რაც მოხდა მაგალითად ერთ საუკუნეზე მეტი ქონდა წაღებული ენლის ქანდაკება, აქ მთელი გლოვა არის, იმიტომ რომ ესენი ახალ ქანდაკებას ვერ დაამზადებენ, სადაც ის ქანდაკება ნამდვილად არსებობს. და ანუ მე ღვთაება ტყვეობაში ესეთი წარმოდგენაც არსებობს, ამიტომ ადამიანური არის ეს ყველაფერი. თანდათან უკვე მეორე 1000 წლებში ენილს უკვე ანაცვლებს მარდუქი, როდესაც ეს ბაბილონის სამეფო ყალიბდება და მე რატო ვთქვი, რომ პოლიტიკური მოვლენები თავის კვალს ტოვებს რელიგიურ წარმოდგენებზე, იმიტომ რომ აქ სხვანაირი სახელმწიფოს ჩამოყალიბება ჭირდება უფრო ცენტრიდანული, თუკი მანამდე თითოეულ ქალაქს ჰქონდა თავისი ადგილობრივი ღვთაება, თავისი რაღაც კალენდარი ცალკე, უკვე საჭიროა ბაბილონში, რომ ერთი იმპერია ერთი კალენდარი იყოს. ამიტომაც მთელი რელიგიური ფესტივალები უნდა ჩატარდეს ერთ დროს. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია და ჩვენ გვაქვს ტექსტები, რომ მაგალითად მარდუქის სახოტბო ტექსტები, რომ ესე იწყება, რომ მარდუქ შენა გაქვს მაგალითად ენლილის სიბრძნე, ენქის გონიერება, იქ რაღაც ნინგირსუს და ასე შემდეგ 50 ღვთაება ჩამოთვლილი და ყველაფერი შეირთვა. ხო, შეითავსა. და უფრო გვიან შემდეგ ბელი მოდის, ხო, მაგალითად და სხვადასხვა ღვთაებები ჩვენ აქ აშკარად შეგვიძლია დავინახოთ ცვლილობა მონოთეიზმისკენ, როგორ მიდის ეს მთელი ვთქვათ მე-4000 წლიდან ვიდრე ცენტრალიზებული სკოლამდე მონოთეიზმი უფრო სჭირდება ამ შემთხვევაში იდეოლოგიურ თვალსაზრისით ამარტიოს მოცემულობას რაღაცა, ხო? და იდეაში რომიც კი მივიდა საბოლოოდ მაგდასკვნამდე. ხო. და ამიტომაც ის გარემო, საიდანაც ბიბლიაც და ბიბლიის ავტორებიც ძალიან იკვებებოდნენ, ეს შუამდინარეთი რა თქმა უნდა, მოქმედებდა ამ ყველაფრის ჩამოყალიბებამდე და ბიბლიური ტექსტი გარკვეულწილად ლოგიკური გაფორმება არის იმ გზელი ხანგრძლივი გზის, რაც ზოგადად რელიგიამ გაიარა ძველ აღმოსავლეთში. ასევე აუცილებლად ვახსენოთ ჩვენ გილგამეშიანი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად პირველ ნაწარმოებადაც განიხილება ხოლმე ზოგჯერ, ხო? აი დაახლოებით იგივე იმაში აყენებენ საფეხურზე, როგორიც არის მაგალითად ილიადა და ოდისეა, მაგალითად. თუნდაც აღმოსავლურში გადმოვიტანოთ ამ ხრევ. აი რა შეიძლება ეთქოს გილგამეში რატომა ასეთი მნიშვნელოვანი, სად არის შექმნილი, რომ დინდელი არის და რა ფორმით არის საერთოდ შემონახული მის ტექსტები, იმიტომ რომ როგორც ვიცი ეს არის გაკეთებული თიხის პიტებზე ასევე და როგორ მოხდა
მისი აღდგენა ძალიან საინტერესოა ესეც. ხო, ეს მართლაც დიდი корпуსი არის გილგამეშიანი, ასე შეიძლება უწოდოთ, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტექსტებს, როგორც მაგალითად ბიბლიაში მოიაზრება, ხო, სხვადასხვა წიგნები შედის, ისე გილგამეშიანში არის ერთი მითოლოგიური ჩარჩოს და სიუჟეტის მქონე სხვადასხვა ამბები გაერთიანებული. ეხლა თავდაპირველად დიდი დავა არის მაგალითად ანტიკოსებმა ეს ძალიან კარგად იციან ჩემზე უკეთ, რომ ჰომეროსის ეს ილიადა მაგალითად ხო ერთიანი ნაწარმოები არის თუ როგორ შეიქმნა, როდის მოხდა მისი გაერთიანება. ასევე დიდი დავა არის გილგამეშთან დაკავშირებით, ეს თავიდანვე ერთიან სიუჟეტად იყო ჩაფიქრებული თუ არა. მეც ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შუმერულ პერიოდში მე-13 წლებში გვაქვს 5 შუმერული სიმღერა გილგამეშის შესახებ. ეს იყო ცალკეული ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიმღერები და გვიან მოხდა ამ ყველაფრის ჩამოყალიბება. ის, რასაც ჩვენ დღეს გილგამეშის ეპოს ვეძახეთ, ეს არის რეალურად პირველი 1000 წლეულის ნინევის ბიბლიოთეკაში არსებული ტექსტი, რომელიც ძალიან შემთხვევით გადარჩა, იმიტომ რომ გადაწვა დამპყრობელმა ეს ბიბლიოთეკა და თიხა გამოიწვა და გამომწვარი თიხის ფირფიტა არის აგურზე უფრო მტკიცე, აგურზე უფრო გამძლე, ამიტომაც შემოგრჩა ესე უნაკლოდ, მაინც არის იქ დაზიანებული. თორე გვაქვს ბევრი ფირფიტა გილგამეშიანის შესახებ და გაფანტული ერთმანეთისგან. ის 12 დაფა უკვე გვიანდელი რეცეფცია არის და ერთი ავტორის მიერ არის რედაქტირებული ტექსტი. და ქართული სკოლის სასახელოდ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესე იგი გერმანული, ინგლისური და ფრანგული თარგმანების შემდეგ 1924 წელს იყო მეოთხე რიგით ქართული თარგმანი მიხაკო წერეთლის მიერ. ბრწყინვალე პიონერული თარგმანი არის, როგორც ესე იგი აქადური ბაბილონური ისე შუმერული ტექსტები და მისი შენიშვნები დღემდე არის აქტუალური და დედანიდან აქვს აკეთებული, ამიტომ ეს ქართულ აღმოსავლურ სკოლას ნამდვილად აქვს სასახელოდ. ისე სხვადასხვა მე მახსენდება ერთ რაღაც შუმერებს დაკავშირებით, რომ შუმერებს რო აღგოი ახმა ქონდა თვითონ ისტორიისა თავის დროის, ხო? რომ ისინი წარსულს უყურებდნენ უფრო იდეალიზებულად და თავის დროისკენ უყურებდნენ თქოს რომ დაკნინება ხდებოდა რაღაცა დროიდან, ანუ ისტორია პირიქით ვითარდებოდა ასე თქვა რაღაცნაირად შუმერების. რამდენად არის ეს რეალურად ესე? ხო, ეგ ეხა ძალიან ისეთი საჩინო საკითხი არის ზოგადად ანტიკურ სამყაროშიც, მათ შორის ხო სამუშაონი და დღენი რო გავიხსენოთ ჰესიოდესთან, იქაც გვაქვს ოქროს საუკუნე, შემდეგ ვთქვათ ვერცხლის და დეგრადაცია ხდება. მათ შორის ახლა მაგალითად ბიბლიასთან მიმართებაშიც ესე არის, რომ გვაქვს სტარტი, გვაქვს საუკეთესო და შემდეგ ცოდვა იმატებს და თაობებში ეს ბრალდება და უკან მიდის ეს ყველაფერი, ხო? ეხლა ეგ ცოტა სხვანაირად არის შუმერებთან. თვლად მასე პესიმისტური სურათიც არა აქვს, იმიტომ რომ კოსმოგონიურ და კოსმოლოგიურ ნარატივებს თუ გადავხედავთ, როგორი წარმოიქმნა სამყარო, ხო? აქ თითქოს სტარტი საუკეთესო არ არის. ადამიანები სწავლობენ ნელ-ნელა მიწათმოქმედებას, მეურნეობას, იქ ციდან მეფობა ჩამოდის და განვითარება მიდის. ანუ თავდაპირველად თქვა ნორმალური სტარტია და შემდეგ მიდის პოზიტივისკენ განვითარება. ამიტომაც თვლად მასე პესიმისტური სკოლა არ არის. თუმცა ორივე შემთხვევაში იქაც აღმოსავლურში ბიბლიაშიც და აქაც არის ეს წარღვნის ნარატივი ძალიან გავრცელებული, რომ ხო, ისე ეგეც მაგალითად უნდა ვისაუბროთ ზუსტად, აი მან მივდივარ ესე თქვა, ზოგადად მგონი. აი რადგან ჩვენ მახსენეთ, რომ ეს შუამდინარეთ ზოგადად და უშუალოდ არის დაკავშირებული დიდ დინარეებთან და ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე არხების გაყვანაზე, მდინარეთ მორწყვაზე და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ ეს არის რეგიონი, სადაც ასევე ჩდება წარღვნის, რაღაც დიდების, რაღაც წყალთან დაკავშირებული ესეთი მითი, მაგრამ ეს ასევე ჩნდება სხვა სოფლიოში არსებულ ცივილიზაციებში, ხო? თითქმის ყველა ცივილიზაციას აქვს რაღაცა წარღვნის მითის მაგვარი მაინც რაღაცა. ამ შემთხვევაში, რომ ყველაზე ცნობილი ჩვენთვის ბუნებრივია რელიგიიდან გამომდინარე არის ბიბლიური წარღვნა, ნოეს ამბავი, მაგრამ მისი ფესვებიც არის ბუნებრივია შუმერში, ასევე, ხო? და აი რა არის შუმერული წარღვნის მითი, უთნეფისტიმი, როგორც უწოდებენ, აი რა განსხვავების ან რა არის მსგავსება მასა და ბიბლიურ სიუჟეტს შორის? ხო, სხვადასხვა წარღვნის მითი იყო ერთ-ერთი პირველი
ესეთი სტარტერი ასირიოლოგიისთვის, ამ მეცნიერებისთვის, იმიტომ რომ როდესაც ესე იგი ნინევის ბორცვზე, ქუიუნჯიკის ბორცვზე ეს პირველად აღმოჩნდა 1870-იან წლებში, შემდეგ ჯორჯ სმიტმა ეს ყველაფერი გაშიფრა და წარდგა ლონდონური ეს ბიბლიური საზოგადოების წინაშე, ამან გამოიწვია ფურორი, გადატრიალება მოახდინა, იმიტომ რომ პირველად მოხდა უძველესი ტექსტი საუბრობს იმას, რასაც საუბრობს ბიბლია. და შემდეგ ამას მოყოლთელი ბიბელ საუბრები, რომ შემოწმებები, რაც ბიბლიაში იყო ძველ აღმოსავლეთში და პირიქით. მოკლედ ამან პოპულარობა შეძინა ამ სფეროს, ხელი შეუწყო და შემდეგ მოხდა ეს იყო მე-12 დაფა, სწორედ გილგამეშის ის ტექსტი აღმოჩნდა. ახლა რაც შეეხება წარღვნას შუმერი ადამიანისთვის ეს წყალდიდობა არ იყო იშვიათობა რამ სამწუხაროდ. და იმდენად ხშირი იყო მოვარდნები, ეს ჩვენ ვახსენეთ და ხშირად კატასტროფულიც, რომ იტყორებოდა მთელი მოსახლეობა. მათ შორის ტაძარი დაიფარაო, არის ესეთი ცნობები. ზოგიერთი ტაძარი მაგალითად 7 მეტრი იყო ხო სიმაღლით და მისთვის, როდესაც ტაძარი იფარებოდა, ეს არის სოფლიო წარღვნა ხო. ანუ მის თვალსაჩინოში რაც არსებობს, ყველაფერი წყლით იფარება. ამიტომაც მე არ გამოვრიცხავ, თქვათ რაღაც რომელიმე ისეთი განსაკუთრებული სტიქიაც კი მოხდა, რომელიც განსაკუთრებით დაამახსოვრდათ, მაგრამ უძველესი წარღვნის მითი არის ქალაქი შურუფაქიდან, არის ესეთი სამხრეთ შემომდინარეში ესეთი ქალაქი. დაახლოებით 25-26 საუკუნეებში უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და იქ არის პირველი პროტოტიპი ნოესი, ვინც არის ზიუსუდრა ქვია შუმერ ადამიანს და სიუჟეტი არის აბსოლუტურად იდენტური რაც ბიბლიაში. იგივე უთნაფიშტი ახსენე, ათრახასის ეს მაგალითად უკვე ბაბილონური ნოე არის და უფრო გვიან მაგალითად ბეროსოს აქვს ძველი წარსულის მე-3 საუკუნეში უკვე ბერძნებისთვის როდესაც წერს ბაბილონიაკას 3 ტომი დაწერა, მაგრამ 10-ზე არ მოაღწია ჩვენამდე დაკარგული არის და გვაქვს რაღაც სკოლა გამოიყენებდა ალბათ იმის ფრაგმენტები. გადაწერილები და ცოტა რთულად მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ ანუ მეორე და მესამე პირიც დაკარგული არის და შემდეგ მეოთხე პირით რო არის მოღწეული. აი იქაც კი გვაქვს, ესე იგი სულ დაახლოებით 5 წყარო გვაქვს ძირითადი წარღვნის შესახებ. სიუჟეტი არის აბსოლუტურად იდენტური. აქ არის რაღაც დიდი განსაცდელი კაცობრიობის წინაშე, რაღაც მიზეზი არსებობს, ეს მიზეზი ბიბლიაში ცოდვა არის, აქ ცოტა უცნაურად არის, ხმაური არის და ღვთაება ვერ იძინებს. ეხლა ზოგიერთი მეცნიერი ამ ძილის ცნებას თვითონ რაღაც სიმშვიდეს და ჰარმონიასთან და ღვთაებრივ ამ არადისობასთან აკავშირებს, თუმცა ეს სადავო არ ვიცი როგორ. მაგრამ ღვთაება ვერ იძინებს, ბრაზდება, ერთხელ მაგალითად გაწყვიტავს, განაჩენ ლომებს შეუსევს, რაღაცა სიმშიმშიც არაფერი არ შველის და ბოლოს მოულეს წარღვნას. ესეთი მარტივი ფაბულა არის. მაგრამ აქაც არის ვიღაც ღვთაება, ამ შემთხვევაში ენკი, ვინც გამოარჩევს ერთ წყენს, ვინც უნდა გადაარჩინოს მთელი ეს კაცობრიობის თესლი, ფლორა და ფაუნა და ვთქვათ 40 დღე ივლის ამ კიდობას აქვს თავისი პარამეტრები, შეიძლება ეს ძალიან გავდეს ბიბლიას, თანმიმდევრობა მტრედს გააფრენს, ყავს გააფრენს, ანუ ბევრი რამ ძალიან იდენტური არის. იმიტომ რომ მთელი ეს აღმოსავლეთში ჩვენ არა მხოლოდ სამხრეთ შუამდინარეთში, სირიაში აღმოჩენილი ეს ტექსტები გვაქვს, რაშამრაში მაგალითად უგარეთში აღმოჩენილი წარღვნის ტექსტები გვაქვს. პოპულარული იყო ეს მითი, იმიტომ რომ ამ არეალისთვის ძალიან ნიშანდობლივი ამბავს ყვებოდა. ამიტომაც ბიბლიის ავტორებისთვისაც ეს არ იყო უცხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო, მე-6 საუკუნეში განსაკუთრებით დიდი გადასახლება ბაბილონში ებრაელების, რომელიც მოხდა კომპაქტურად, არ გაშალეს, თუ კი მანამდე შლიდნენ და ფანტავდნენ, ამჯერად ბაბილონში გამოასახლეს ის მოსახლეობა ნაწილი ებრაელებისა, ვისაც ჰქონდა პროფესია. და ესე მოეთხოვებოდა რაღაც საქმიანობა, ეს ხალხი ბირთვად ჩამოყალიბდა, ჩვენ მათ უკვე რაღაც გადამწერებად ხედავთ სახელებში ჩანს ეს ყველაფერი, ებრაული სახელები არის, პოზიციებზე მუშაობენ და ამიტომაც უცხო არ არის ამ საზოგადოებისთვის ამ მითის არსებობა. შესაბამისად არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ბიბლიაშიც არის, თუმცა სხვადასხვა მოტივები არის, როგორც თქვი და განსხვავებული არის. თუმცა ფაბულა ერთი არის საბოლოო ჯამში.
ეხლა იცნობდა თუ არა ეს ბიბლიის ავტორი წერილობით, ანუ ზეპირი გამოცემით იცოდა თუ წინ ქონდა და ისე იწადა. არ ვიცით, მაგრამ მაგალითად ჩემი სამაგისტრო თემა მაგასაც ეხებოდა და იქ არის ისეთი დეტალები აღმოჩნდა, რაც ზეპირს სიტყვიერად აუცილებლად დაიკარგება. ხო, რაღაც ტექსტი და ნამდვილად ვიცით, რომ ახ ბიბლიასაც, როდესაც ვამბობთ, ამას ბევრი ავტორი ყავს, იქ არის ბევრი წყარო შიგნით. და იქ რაღაც წყაროები, მაგალითად სამღვდელსახურო წყარო არის ერთ-ერთი ასეთი, მისი რედაქტორი ნამდვილად იცნობდა ლურსმულ ტექსტს დედანში. ამის თქმა ნამდვილად შეიძლება. თუმცა, ეხლა ძველ სამყაროში პლაგიატის თქმა უხერხული არის, იმიტომ რომ აქ არის ერთიანი ცოდნა და თუ კი მას იღებ, ესე იგი შესაბამისი დონეც გახოს. ხშირად არის არარატთან გადაკავშირებით, მინდა ერთი სიტყვა თქვა, რომ თქვათ ეს კიდობანი არარატთან გაჩერდა. ეს არ არის სიმართლე, მინდა ვთქვა, არარატის მთას არაფერი საერთო არ აქვს, თუ ეს კიდობანთან და რატო მოხდა ამის ასე დაკავშირება, მინდა გავმარტო. ესე იგი, რა არის, მოდი ჯერ ვთქვათ, ლურსმულ წყაროებში არარატი. ეს არის იგივე ურუარტრი და საიდან ჩანს ეს მე-13 საუკუნეში სამონასტრო პირველი სტაპრობებში პირველად ჩდება ურარტუს საზოგადოება, სახელმწიფო და ურუარტრი ესეთი ჩანაწერი აი ამ დიდი კონგლომერატის შესახებ. შემდეგ მთელი თაობების განმავლობაში ჩვენ იმიტომ დიდი დაპირისპირება არის ურარტუსი არამატო ასურეთთან, ბაბილონთანაც იქ მიდიასთან არის ამ სახელების გამარტივება ხდება ურარტუ და შემდეგ ვხებულობთ ურარტუს ფორმას, ურაშთუ ესეთი ძველ ბაბილონური ფორმატ გვაქვს და დარიოს პირველის ბეჰიშტუნის წარწერაში, რომელიც სამენოვანი არის, იქ ურარტუ ურაშთუ ბაბილონური ურაშთუს შესატყვისი არის armenia, ესე იგი armenie და ელამურშიც ესე იგი შესაბამისად არის. და ნენელა ამ გეოგრაფიული არეალისთვის, რასაც ჩვენ ურარტუს უწოდებთ მაგალითად ასურულ წყაროებში, უკვე ბერძნულ ესე იგი ანტიკურ წყაროებში ხდება ჩანაცვლება. ეხლა აქ ერთი რამეა მნიშვნელოვანი. ურარტუ არ არის მხოლოდ სახელმწიფოს სახელი, ეს არის დიდი თემთა გაერთიანება და გიორგი მელიქიშვილი ვარაუდობს, რომ ამ ტომებს შორის ეს ურუატრის ტომი იყო გამორჩეული და მათი სახელი სწორედ ამიტომ ეწერა, იმიტომ რომ შემდეგ ბიაინის ტომი არის, მაგალითად ესეთი ტომიც არსებობს, ცოტა მე-9 საუკუნეში მაგალითად ძალიან ესეთ და გამორჩეული, მაგრამ სახელს მაინც ინარჩუნებს. ესე იგი ამ ბეჰიშტუნის წარწერიდან დამკვიდრდა ეს ურარტუ გაიგივდა ამ armeniasთან, შემდეგ ჰესიოდემაც ამას ძალიან ხელი შეუწყო, იმიტომ რომ ფაქტობრივად ანტიკურ წყაროებში ამ ტერიტორიის აღსანიშნავად ურარტუ აღარსად აღარ გამოიყენება, გარდა ორი შემთხვევისა, ალაროდიები ასეთი სახელის გარდა, რომელიც ენათმეცნიერულადაც მარტივად აიხსნება, იგივე ურარტუა, იმიტომ რომ თქვათ იქა დ და თუ გადადის, ლუ და რუს მაგალითად ელამური არ ასხოვებდა და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს არის ერთი წარმოშობის საკითხი. ანუ ურარტუ და armenia არის ერთ ტერიტორიაზე საუბარი. ეხლა მეორე მხრივ რა ხდება აქეთ რო ჩავიხედოთ. მაგალითად მე-19 საუკუნეში, როდესაც ევროპელი მოგზაურები არიან მაგალითად თანამედროვე სომხეთის ამ ტერიტორიაზე, იქ აქვთ გამოკითხვა, რომ ამ თას რა ქვია, ხო? არც ერთ, არც თურქულად, არც მაგალითად სომხურად ურარტუს ამ ტერიტორიაზე არარატის მთას არ უწოდებენ. მაგალითად ჯეიმს ბრაისი მოგზაურობს თვალწოდები 1876 წელს აქვს მას ეს წიგნი, მანამდე პაროც აქვს 1840-იან წლებში და ადგილობრივ მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რომელი არის არარატის მთა. ესე იგი და მოსეს ხორენაცის მაგალითად წერილობით წყაროებშიც იქაც
არსად არ არის ნახსენები, რომ მაგალითად არარატთან არის დაკავშირებული ეს გადმოცემა. იქაც არის, რომ ქურთისტანის მთიანეთში არის მაგალითად ეს კიდობნის ადგილი, როგორც მაგალითად შუამდინარო წყაროებში არის და კიდევ არის რამდენიმე ნაშრომი, მათ შორის მე-19 საუკუნეების ამ ძველი სომხური ლიტერატურული მიმოხილვები, სადაც ასევე არსად არ ფიქსირდება არარატი როგორც ამ კიდობნის გაჩერების ადგილი. ეს გვიან მოხდა, უკვე მე-11 საუკუნიდან არის წერილობით წყაროებში ამის დაფიქსირება და ძირითადად უკავშირდება რას, ახლა მივდივარ დასკვნისკენ, დედანშიც მაგალითად ბებილურ ტექსტში იქ არის მრავლობითში ალხარე, ესე იგი ურარტუს მთიანეთში და სულ ბიბლიაში 4-ჯერ არის ნახსენები ურარტუ, ამ დაბადება მე-4 მეფეთა ესაია წინასწარმეტყველთან და ყველგან იქ არის მრავლობითი და კრებითი გაგება, იმიტომ რომ ძველ აღმოსავლეთში ურარტუ იყო კრებითი სახელი. და რამდენადაც ეს კონსონანტური ენა, ესე იგი ურარტუ რრტ იქაც ჩაწერით არარატით ზუსტად იგივე ჩანაწერი არის. ანუ ამ რეგიონს ეს ერთი და იგივე წარმოშობის ეტიმოლოგიის მქონე სახელები არის, ტოპონიმები ერთი და იგივე არის და არსად ესე იგი არ არის ნახსენები, რომ კიდობანი რაიმე კავშირი აქვს საკუთრივ არარატის მთასთან. ურარტუს მთიანეთი კი მოიაზრება მისი სამხრეთ ნაწილი, იმიტომ რომ ქურთისტან შეიძლება ესაზღვრებოდეს, მაგრამ ესე ადგილმდებარეობა გაჩერების ეს არის ნიმუშის მთა, რაც მაგალითად დღევანდელი ქურთისტანის მთიანეთში არის და რამდენი თეორია მთელი ამაზე შედგენილი ხო. სამწუხაროდ წყაროებში არ არის ეს ხო. კი არა, მე მახსოვს რომ მე-19-20 საუკუნის დასაწყისში მოსკიდოვნის იმებს კეძებდნენ. კი ეს იყო. ანუ საკმაოდ ესეთი ყიფესაბუძველი ქონია ყველაფერს, მაგრამ ნუ ადამიანის ინტერესი იცაღასების მიერ დიდია ყოფილა. ეჭიდებოდნენ კიდე ეტიმოლოგიას ნახჩევანის შესახებ, თითქოს სომხურში ითარგმნება როგორც ესე იგი მოსვლის ადგილი, გადმოსვლის ადგილი, მაგრამ ესე იგი ურარტულში ესეც ტოპონიმიც ურარტული არის, არ არის სომხური. ნოხჩ არის მოსვლას ნიშნავს. ევან არის უფრო ადგილმდებარეობითი ტოპონიმი, ესე იგი ადგილის, ესე იგი მოსვლის ადგილი. იქ არის ეს, მაგრამ სომხურში არ არის და იმას შეიძლება სხვა წარმოულობა ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ლურსმულ წყაროებში არსად არ არის, ესე იგი ასე შორს წასული ეს კიდობანი. ქურთისტანის მთიანეთში ჩერდება, ორი მთა არის იქ დასახელებული და მათ შორის არც სომხურ ლიტერატურაში და მოსოს ხორენაცთან მაგალითად ეს არ არის ასე დაწერილი, გვიანდელი ინტერპრეტაცია არის ეს ყველაფერი. ეხლა ცოტა გადავიდეთ ისეთ თემაზე, რომელშიც შევეხებით იმ კონსპირაციულ თეორიებს, რომელიც შუმერების გარშემო არსებობს. იმიტომ რომ შუმერები ზოგადად ამოუწურავი თემა, არ ვიცი, ხა ალბათ ურუს მე-3 დინასტიაზე ცალკე ეპიზოდს დავისუფლად, ხო? მაგრამ მოდი ამასაც შევეხოთ რამდენიმე თემას, რომელიც ჩვენ მანამდე განვიხილეთ, რომ აი რაზე შეიძლებოდა გაგვემახვილებინა ყურადღებად. შუმერულ და ქართულ კავშირებზე არის ყოფნა ზეითად აქ საუბარი. და რომ უამრავი მაგალითად აი ყველაზე ხშირად ხვდება ხოლმე, რომ შუმერი თვითონ სიტყვა არის აღნიშნავს სამ ერს ქართულად. ეს არის ქართველი მეგრელი და სვანიო, ესეთი აქვს ხოლმე გაკეთებული განმარტება. ჯერ პირველ რიგში თავიდან დავიწყოთ ეპიზოდი, მაშინ ვახსენეთ, რომ შუმერი არც არის შუმერული სიტყვა, ხო? ეს არის აქადური სიტყვა, რომელსაც უწოდებდნენ ისინი ამათ ამ შემთხვევაში და თავის მხრივ ეს ენობრივი კავშირიც, რაც არის ხოლმე აღნიშნული, აი შუმერული ან ქართულთან არის ენობრივად დაკავშირებული. ეს საიდან მოდის ზოგადად ეს თემა, თუ აქვს რაიმე საფუძველი ზოგადად, რა შეიძლება ითქვას, რომ აი ქართულ შუმერულ ენობრივ კავშირს შორის. ხო, ეს არის ძალიან ესეთი სენსიტიური თემა, თუ შეიძლება ითქვას ქართული პუბლიკისთვის. და არა მხოლოდ ქართულისთვის, მე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ სხვა სკოლების როგორც ვახსენეთ შესავალში, მათ შორის იყო ძალიან სერიოზული მცდელობები და ინსტიტუტები მუშაობდნენ, რომ როგორმე შუმერული ენა დაეკავშირებიათ ურალ-ართაურ ენასთან ან თურქულთან, რაც სრულიად ამოვარდნილი არის ახლა ისტორიიდან და ესეთი ფინურთან იყო მაგალითად, ხო? ესეთი ცდილობები.
სიგიჟეები მოერიდები ამ სიტყვას რა თქმა უნდა არსებობს. ეხლა ქართულ განმარტებაში განსაკუთრებით ცნობილია შუმერი თვითონ როგორც აღნიშნე აქადური სიტყვა სარგონ აქადელის ტიტულაში ჩდება შარ შუმერიმ უნდა აქადიმ, ესე იგი მეფე შუმერისა და აქადისა თვითონ შუმერები ასე არ უწოდებდნენ საკუთარ თავს, ამიტომაც ეს სუფთა ტოპონიმი არის და არანაირი ეს სამი ერის ეს თვითონ აქადელების რა წარმომავლობისები არიან? სემიტები არიან. აქადელები სემიტები არიან, მათი ენა კარგად არის კლასიფიცირებული და ხო აქ კითხვის ნიშანი არ ჩანს. კითხვის ნიშანი ჩანს შუმერებთან, რადგანაც იზოლატი ენა არის, ეს აჩენს სპეკულაციებისთვის სივრცეს. მათ შორის ახლა რა აჩენს, იცით? რომ შუმერული გაშიფრული არის მეორე კუდარიანის გავლით, ანუ აქადურის გავლით. შესაბამისად, ჩვენ ფონეტიკა არ ვიცით შუმერულს რეალურად, მისი თქვათ 20%-იც არ ვიცით, როგორ გამოითქმებოდა სწორად. ამიტომაც აქ ესე რომ ცხვირი გავს, თვალი გავს, ეს არ არის საკმარისი ვამტკიცოთ ენათ მონათესაობა. ახლა ის რომ მაგალითად მიხაგო წერეთელმა 20-იან წლებში ორი სტატია აქვს 300-მდე სიტყვა ჩამოწერა ქართულ შუმერული ურთიერთმმართველობის იმ პერიოდში ეს იყო სამეცნიერო ნაშრომი. მაგრამ ის სიტყვების რაოდენობა ძალიან გაიშიფრა. ეხლა იმის მაგალითად ნახევარიც კი აღარ განიხილება, 1-10% არის, რომელიც შეიძლება მართლა იყოს გარკვეული კავშირი, მაგრამ აქ თავარი რა არის, იცით რა წინს ქართულ პუბლიკას, რომ თუ არა ვართ შუმერები, თუ არა გვაქვს კავშირი ამ უძველეს რაღაც ცივილიზაციასთან, ეს საკითხის დაყენება არ არის სწორი ჩემი აზრით. ჩვენს გვაქვს ქართულებს საკმარისი, თქვა რა კულტურას უნდა გაეცეს და კოლხეთს უნდა გაეცეს რაღაც პასუხი, ხო? კი ბატონო, ვიცით რომ სავაჭრო ურთიერთობები გინდა არ გინდა არსებობდა. იმიტომ რომ ამოდიოდნენ სამხრეთ კავკასიამდე ხე-ტყისთვის, სხვადასხვა მინერალებისთვის, ძვირფასი ქვებისთვის. ეს ვიცით, მათ შორის ბეშქლევის ტბის წარწერა აღმოჩნდა, მაგრამ ესეც გაშიფრული არ არის ჯერჯერობით. ამიტომაც მე ვთვლი რომ ქართულ არქეოლოგიას და ისტორიკოსებს სამუშაო ძალიან ბევრი აქვს, დიდი დაფინანსება ამისთვის საჭირო, მაგრამ ამ ეტაპზე რა მასალაც არის დაგროვებული, ეს არ არის საკმარისი, რომ ჩვენ სამეცნიერო დონეზე ვამტკიცოთ რაღაცა მონაცემი რო არსებობს. ამიტომაც სპეკულაციებად რჩება და ჯერჯერობით არანაირად სერიოზულად საუბარი არ შეიძლება. თუმცა ის რომ მაგალითად შუმერული ენაც მაგალითად ერგატიული არის და კონსტრუქცია მაგალითად ზნის ძალიან გავს ქართულისას, ეს არ არის შემთხვევითი და ხელწამოსაკრავი. უფრო ნიშანდობლივი არის მაგალითად ლევან კოჭლომაზეშვილი იკვლევს ხეთურის სუბტრატიენის ხათურის წარმოულობის საკითხს, რომელსაც ძალიან უკავშირებს ქართული ენების სტრუქტურას და იქ კიდევ უფრო ჩანს. ესე იგი, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რა, რომ როდის მოხდა მასში ჩვენ შორის კავშირი, როდის მოხდა შეხვედრა. ანუ ერთად ვიყავით და შემდეგ დავიშალეთ, თუ რაღაც ერთ ტერიტორიაზე უახლოვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ მოხდა განშორება. ისტორიულადად თითქოს როდესაც დამწერლობა ჩდება, იქიდან მოყოლებული, რადგან ვიცით ამ არეალში როგორი პოლიტიკური ვითარება იყო, ამისთვის სივრცე არ არსებობს. გიგანტი რაღაც მონსტრი სახელმწიფოები იყო და იქ რაღაც ჩვენი კვალი ნაკლებად ჩანს. მაგრამ ის რომ მაგალითად ეხლა დამტკიცა რომ ღვინის სამშობლო მაგალითად საქართველოს არის და გვაქვს ჩვენ ისეთი სიძველეები, რითაც უბრალოდ შეგვიძლია ვიამაყოთ და ეს დაუტოვოთ მეცნიერებას სამომავლო კვლევაზიების საგნად. მე ასეთი პოზიცია მაქვს ყოველ შემთხვევაში. აი რა შეიძლება ითქვას მაგალითად თუნდაც ისტორიულ სტრუქტურულ დამთხოვებზე ან ისტორიულ ნათესაობაზე ამხრება რამე ის თუ არსებობს რაც გულხმობს გარდა კონსპიროლოგიისა იმის იქით რამდენად შორს მიდის ხოლმე რა ამგვარი კვლევა კი მიდის მაგალითად ჩვენ ვიმუშავეთ იგივე გილგამეშიანის კორპუსთან დაკავშირებით დავამუშავეთ ეს დიდი კორპუსი შეიქმნა ელექტრონული სადაც მაგალითად თითოეულ სიტყვას ან ფუძეს რო დაგჭირდება დააჭერ მაგალითად ელექტრონულად არის და რა ფორმაშიც არის თლიანად ამ კორპუსში ყველაფერს გამოგიჩენს. ახლა ეს რატო არის კარგი? იმიტომ რომ
ლინგვისტისთვის, მაგალითად ზოგადი ლინგვისტიკის მიმდევარისთვის, ვინც არ იცის შუმერული ენა, ხო არ არის საჭირო, რომ იცოდეს, იქ უკვე საკმარისი მასალა არის ლათინური ტრანსლიტერაციით, რომ სტრუქტურა შეისწავლოს ენის. მათ შორის ახლა მიმღეობის ფორმებზე ვიმუშავებთ და ძალიან ისოდობლივი და კავშირები აქვს ქართულთან მიმართებაში. მათ შორის მის აგებულებასაც. ეს საკითხები არის შესწავლის პროცესში საერთოდ ძალიან ცოტა სპეციალისტი არის მთელ მსოფლიოში. ალბათ ყოველ წელს იკრიბება რაღაც დიდი კონფერენცია არის და ჯამში 500-მდე კაცი სულ იქნება, ვინც მათაშუმერულს კი არა, ზოგადად ლურსმული დამწერლობით სისტემის ამ კულტურას სწავლობს. და მთელი ამ რაც არის ამოღებული ლურსმული წერები იმის 10%-ზე არის თანამედროვე მეცნიერება ჯერ შესწავლის. ანუ დანარჩენი შეიძლება ითქვას, რომ ელოდება ამ სპეციალისტებს. ამიტომაც თუ კი იქნება რაღაც დაინტერესება ახალგაზრდა თაობებში ან მხარდაჭერა, მე ვფიქრობ, რომ ხელჩასაჭედი ნამდვილად არსებობს, იმიტომ რომ ეს ერთიანი დიდი რაღაც კულტურული და გეოგრაფიული გარემო არის. და ნამდვილად ქონდა ურთიერთშეხება, მათ შორის სიტყვებშიც ჩანს, ისეთი სიტყვები არის შუმერულსა და ქართულს შორის, რომელიც ერთად ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ამას ადასტურებს, მაგრამ ის რომ ჩვენ ნამდვილად ეს სამეცნიერო დონეზე ვამტკიცოთ, ამას სჭირდება სტატისტიკური მასალა. და ეს ჯერჯერობით არ არის. ანუ ეს უბრალოდ სურვილი უფრო არის რაღაცა მხრივ. ხშირად გვასწრებს სურვილი და რომ ამაზე ტყუილი გამოგდის, მაგრამ მე ეხლა ასე პესიმისტურადაც არ მინდა, ამას აქვს მომავალი. ურარტული არის ძალიან მნიშვნელოვანი და ურარტული არის პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევისწავლოთ. ქართული გვაქვს ტრადიცია, ასე ვთქვათ. კი, მით უმეტეს ხო წერეთლების სკოლა არის და მელიქიშვილი რა თქმა უნდა. ამიტომაც ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და აქვს ქართულ სკოლას ამის რესურსით და უფლებაც რომ ეს ყველაფერი იკვლიოს და ამტკიცოს. ხო, ასევე ძალიან გავრცელებულია ჩვენთან ხოლმე, ეგრეთ წოდებული ფოლკ ლინგვისტიკასაც უწოდებენ ხოლმე, რომ აი სიტყვების მსგავსებით რაღაცა ფორმით, რომელშიც შეიძლება საერთოდ სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს და წააგავს მაგალითად რაღაცა, ამის ფონზე მე ამოვიღო, რომ ეს შესაბამისად შეიძლება აქედან არის შემოსული ან ჩვენგან არის გასული ან შემდეგ, მაგრამ არ აქვს ხოლმე რეალურად არანაირი კავშირი ასეთ სიტყვებს და აი რა შეიძლება რომ ამის სასარგებლო საწინააღმდეგო ვთქვათ, როგორ ხდება რეალურად ამ ეტიმოლოგიის შესწავლა. ანუ იმიტომ რომ ძალიან მარტივი გონიათ საერთოდ ხოლმე ეს საკითხი, უბრალოდ ორ სიტყვა თუ წააგავს ერთმანეთს, იქ დამთავრებულია უკვე, დაკავშირებული ერთმანეთთან და რო არ არის ეს გარკვეულწილად ასე ხო რეალურად. კი, ასეთი სიტყვების ნახვა მაგალითად ქართულსა და იაპონურ შორისაც შეიძლება. და მე ახლა მაშინ განმარტავ რა გზას გადის ფირფიტა კვლევარამდე, რომ მასალა ჩვენამდე ხო რასაც ვსწავლობთ. როდესაც არქეოლოგი იპოვის მასალას, იქვე ხდება ველზევე თუ კი ყავს სპეციალისტი, ამის კატალოგიზირება, ანუ ეს სპეციალისტი რო დახედავს, მარტივად ხდება. ეს სამეურნეო ტექსტი არის, იურიდიული ტექსტი არის, ლიტერატურული, რელიგიური თუ რა ხასიათის. უბრალოდ ამ დონეზე ხდება კატალოგებში გაშვება. ეხლა მათ შორის ეს იურსუდრას მითი რო ვახსენეთ, რომელიც იყო პირველი ნოეს პროტოტიპი შუმერული, ეგ პენსილვანიის უნივერსიტეტმა რო აღმოაჩინა, დაახლოებით 20 წელი არასწორ კატალოგში იდო. და შემდეგ ანთროპოებელმა იპოვა და საერთოდ აღმოაჩინა, რომ წარგმნაზე არის საუბარი. ამიტომაც შეცდომების ალბათობა ძალიან დიდი არის. ეს პირველი ფაქტორი. მეორე ის არის, რომ შეცდომას უშვებს არა მხოლოდ თანამედროვე სპეციალისტი, იქ შუმერი გადამწერი. თუ შუმერი წერს, სკოლები ჰქონდა და გრადონის მწერალია, მთელი წოდებები არის, უფროსი ძმა არის, ეგეთი წოდებები არის, უფროსი მწერალი არის, თუ ვინა დუფსარი არის მაგალითად. ამას მნიშვნელობებია, იმიტომ რომ შეცდომები სერიოზული არის. მე შეცდომას უშვებს ის აკადელი ან ბაბილონელი ან ამორეველი ბავშვი, ვინც შუმერულს სწავლობს და ლურსმულზე აკლავენ. მე შეცდომას უშვებს სპეციალისტი, რომელიც ამის ავტოგრაფიას აკეთებს, ანუ იხატავს ხატვარი ლურსმულ პირს და მოკლედ ბევრი ფაზა არის შეცდომებით, რომელიც და შემდეგ მოდის ეს სპეციალისტამდე, რომელიც ცდილობს ამ ყველაფრის გაშიფრვას, ლექსიკონების შედგენას და იზოლატი ენის პირობებში და ამიტომაც ის რომ ჩვენ დღეს ფონეტიკის არცოდნის ესე იგი გათვალისწინებით რაღაც გავსებას ყური მოვკარით, ეს აბსოლუტურად არ არის სამეცნიერო დონეზე არგუმენტი, რომ ეს გავს.
ჩვენ უნდა აჩვენო უწყვეტი ციკლი, როგორ გადავიდა მაგალითად შუმერულიდან ეს აქადურიდან თქვათ უფრო არამეულში, ან თქვათ სხვა დასავლურ სემიტურ ენებში და რა კავშირი შეიძლება ქონდეს მას ქართულ ენებთან. თუ კი ეს ჯაჭვი შენ არ გაქვს, მაშინ უკვე ეს არის რაღაც ჰიპოთეზის დონეზე შეიძლება დარჩეს, მაგრამ ბეჭედს ვერ დაარტყა. ჩვენ საერთო ქართულურში არ გვაქვს განსაზღვრული სვანურის, ზანურის და მეგრულის ადგილი. ანუ არ არის ეს ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული, როდის მოხდა ამ ენებზე სამ ტერმინზეც შეიძლება ბევრი ხუზე მოხდეს. ჩამოყალიბება, გამიჩნა, დაშორება ბევრი საკითხი გვაქვს იმ ნიშნულობის, რომ ადგილობრივ დონეზე ჯერ გადასაწყვეტი არის, ამიტომაც ეს ართულებს და ძალიან სპეციალისტი ბევრი გლობალურ მასშტაბებზე გვინდა ხოლმე გასვლა, როდესაც ლოკალურზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი თორსა ესეთ, ხო? და ასევე მინდა აქ შევეხო, რადგან ბიბლია ვახსენეთ უკვე და განსაკუთრებით ჩვენ ვახსენეთ ნოეს კიდობანი და თელის ამბავი, საერთოდ ბიბლიაში ძალიან კაფიოთ არის დაკავშირებული შუამდინარული ცივილიზაცია, ხო? თვითონ აბრაამიც კი, რომელიც მამამთავარი არის ებრაელებისა, უიდან მოდის, ესე არის. აი, არადა ის არის ზოგადად ებრაელები სემიტები არიან ამ შემთხვევაში. აი როგორ შეიძლება რომ ეს დავაკავშიროთ რადგან გადავიდა სემიტებში შუმერების ეს მთელი ეპოსები მთელი ეს მათი ამბები და შემდეგ, როდესაც ის საერთოდ სხვა ენისა და სხვა კულტურის წარმომადგენელი არის. მათგან იმიტომ რომ იგივე აქადელიც როგორც აღარჩა ისიც სხვა არის, სემიტი არის ისიც კი, ხო? კი ბატონო, ჩვენი მასწავლებელი რისმა კორდაზიანი ამბობდა, რომ თუ კი რომმა პოლიტიკურად დაიპყრო საბერძნეთმა კულტურულად დაიპყრო რომი, ვერ გაექცა საბერძნეთის ტყვეობას, ასევე იყო იდენტურად მოხდა შუმერების და აქადელების შემთხვევაში, პოლიტიკური თვალსაზრისით ფაქტობრივად 25 საუკუნეში, როდესაც არგონ აქადელი მოდის, იქ ძალიან სუსტდება შუმერული პოლიტელიტა და შემდეგ უკვე როდესაც ამორეველები შემოდიან და მე-13 წლების ბოლოს და უკვე ძველ ბაბილონური სამეფო ყალიბდება, იქ სრულდება შუმერული პოლიტიკური ცხოვრება. მაგრამ ეს ცხოვრება გადადის კულტურულ საგანმანათლებლო დონეზე, არის ედუბა, ასეთი სკოლები და სხვათა შორის სემიტებს ახასიათებთ ზოგადად, აი, რამდენი ანტიკური წყარო შემოგვინახეს არაბებმა, მაგალითად, ძველი ბერძნულიდან, ხო, ფილოსოფოსები. კარგად შეინახეს და განავითარეს აი სასკოლო სისტემები, სადაც სწავლება მიდიოდა შუმერულ ენაზე, ეს დამწერლობა და მთელი ეს ლიტერატურა, აი, მათ შორის აშურბანიფალის ეს ცნობილი ბიბლიოთეკა რატომ არის ასე ცნობილი? პირდაპირ ესე იგი ბრძანებები არის ჩვენამდე მოღწეული, რომ ავალებს ამადა ამ შიკრიკს, რომ წავიდეს მაგალითად უგარიტში და იქ არსებული ფირფიტა ან ადგილზე გადმოწეროს, ან წამოიღოს დედანი და შემდეგ დედანი გადმოწეროს და დააბრუნოს უკან. ეს იყო უმაღლეს დონეზე, აყვანილი დაახლოებით 30,000-მდე ფირფიტა არის ამ ბიბლიოთეკაში, რომელიც გადაიწვა და მაგითო შემოგვჭა მხოლოდ ან უბედურება დადებითი პროდუქტი შექმნა და შესაბამისად რატომ როგორ მივიდა სემიტებამდე არის ის, რომ ეს იყო ერთი გარემო, სადაც არ იდგა კითხვის ნიშანი აი ამ კულტურული წინამძღოლობის შესახებ შუმერების გულისხმობ ამ შემთხვევაში და კარგად აითვისეს და განავითარეს. ბაბილონია წინვალი სკოლა იყო, შემდეგ თქვათ ნინევიაც, ასურეთში, იქეთ სირია, ამიტომაც მთელ ამ ახლო აღმოსავლეთში და შუამდინარეთში ეს ტექსტები მოძრაობდა და იგივე გილგამეშიანის ტექსტს სად არ შეხვდებით უბრალოდ მთელ აღმოსავლეთში, ყველგან სკოლის სილაბუსში იყო შეტანილი. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ როდესაც განმოსახლებები და მიგრაციები ხდება, ამ ცენტრში, ესე იგი, უფრო მოხარშა კულტურულ გარემოში ეს სემიტები და სწორად ახსენე, რომ ბიბლიასა და ძველ აღმოსავლურ გადმოცემებს შორის, ამ ორ სკოლას შორის ბევრი იგივე კოსმოლოგიური საყვაროს შექმნა, წარღვნა, პატრიარქები და ეს არ არის შემთხვევითი, იმიტომ რომ ერთი კულტურული წიაღიდან იწყებს სათავეს, რამაც შუმერებმა ჩაუყარეს, ესე იგი, საფუძველი.
ხო, იმიტომ რომ აშკარად ძალიან მჭიდრო ისა, ხო, თვითონ თავიანთ თავსაც უკავშირდებენ მუდმივად მესოპოტამიას, ხო? იმიტომ რომ ხა მამამთავარი რო იქიდან ჩამოდის, ურიდან თან, რომელიც ყველაზე ერთ-ერთი მაღალ განვითარებული მეგაპოლისია. ხო, შუმერული ცენტრი იყო. იქიდან მოდის და მე ის არის ამ ებრაელთა მამამთავარი და საინტერესოა, რომ იმას დაუკავშირეს თავი ამ შემთხვევაში წარმომავლობა და ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ესენი სხვა წარმომავლობის ხალხი არის ამ შემთხვევაში. აი, როდის შეიძლება რომ გაჩენილიყო ესეთი ტიპის გადმოცემა, რომ აი გააიგივეს თავიანთი თავი ამ ურიდან მოსულან. იცით, აი ძველაღმოსავლეთში თვითონ ეთნიკურობის საკითხი კი არსებობს, ეთნიკურობრივია იციან თავიანთი წარმომავლობა, მაგრამ არ არის ასეთი ბასრი და წახნაგოვანი, როგორც ბოლო პერიოდის თანამედროვე ცხოვრებაში. ესე იგი, მაგალითად, შუმერი როგორ განასხვავებს ამ ეთნიკურობას? ხო, რაღაც სამი ფაზა აქვს. ერთი არის, რომ ჩემიანი არის ნაცნობი და ვიცი, მეორე არის კარგად ნაცნობი უცხო, ანუ ის აკადელი და ბაბილონელი მისთვის კარგად ნაცნობი უცხო არის. ანუ უცხო არის, მაგრამ ერთმანეთთან შეგუებულები არიან, ერთად მუშაობენ. წიაღში არიან ფაქტობრივად მოხსოვლები მაინც ხო. და შემდეგ არის უცხო. ეს უცხო რა არის? აი გამიჯნა რითია მარკერები აქვს, რომ ის პურს არ აცხობს, ლუც არ აყენებს, სელით არ იმოსება, მიწას არ ამუშავებს. აი ეს კულტურული მარკერები აქვს, რითიც მომთაბარე ხალხები. აი ამითი განარჩევს ის. აი სხვა მხრივ, აი ეთნიკურობის ეს წარე განცდა ეს არ აქვს. თუ კი ამ კულტურულ გარემოში ცხოვრობ, იგივე სემიტი ერთი სახელმწიფოს, ერთი რაღაც კორპორაციის, Amazon-ის, Google-ის თანამშრომლები ვართ ორივე და არა აქვს მნიშვნელობა, ეხლა ინდუელი ვარ მე თუ შენ მაგალითად ეგვიპტელი ხარ წარმოშობით. ხო, აქ იმიტომ სხვა ხალხები სხვა ხურიტებიც არიან მაგალითად, მე არამელები, ამურევლები და შემდეგ და ესენი შუმერები არც არიან, ხო, უშუალო ნათესავები გენეტიკურად. ხო, ძალიან რთული საკითხია ეს გენეტიკის საკითხი ამ აღმოსავლეთში, მაგრამ ეს ცენტრები, იგივე ური, ხო, იკრებდა ამ პირველ მიგრაციულ ტალღებს, აქ მოდის ძირითადად მეგაპოლისების ცენტრში, სადაც არის ეს სკოლები, ინსტიტუტები და თვითონ სახელებში, თანამდებობებში ჩვენ ხედავთ, რომ არ არიან შუმერები, აკადერები არიან, ამორეველები არიან, ან მაგალითად უფრო დასავლეთ სემიტები არიან და ეს ყველაფერი ჩანს. მაგრამ შვილობიანი თანაცხოვრება არის მეტნაკლებად, თუმცა ამ როგორც ვთქვით, უკვე მე-13 ასწლეულის ბოლოს ასრულებს პოლიტიკური, შუმერული პოლიტიკა ცხოვრებას, მაგრამ ლურსული დამწერლობა ეს ყველაზე გასტანა, ფაქტობრივად მე-4 ასწლეულიდან ახალი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნემდე ლურსული დამწერლობა, ბოლო ფირფიტა ესე გვაქვს. კი, ბოლოს ორი თემა შემოვიტოვე, რომელიც მე მგონი ესეთი რა, კარგად დასამთავრებელია პოდკასტისთვის. ერთი არის ლუდის ცივილიზაცია, შუმერი როგორც, იმიტომ რომ ხალხმერთი მინკას იყავდათ, ხო, ლუდის ხალხმერთი და ზოგადად მათი კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის. არა მარტო უბრალოდ ყოველდღიურობის, არამედ რელიგიური და ეს დანიშნულებაც აქვს. რაღაც სახელმწიფოებრივი ამ შემთხვევაში მიგულისხმობ, რომ აი თუნდაც იერარქიაში მეფეებს და იმას შორის და თუნდაც რო არსებობდა თანამდებობა, ასე ვქვა, მერიკიპე, ხო? რომელიც თავის დროზე მგონი სარგუნახადენიც იყო თვითონ მერიკიპე თავის დროზე. და შესაბამისად ეს ალბათ ლუდისა იგულისხმება, იმიტომ რომ ამინაიდან ლუდს იყენებენ. აი ღვინოც თუ რამდენად ჩანს ამ ცივილიზაციაში და ლუდს რა ქონდა ამ ხელა დატვირთვა. ხო, ეს ორი ძირითადი ფუნდამენტური თემაა ლუდი განსაკუთრებით შუმერში, როგორც ვთქვით, დღიური რაციონი 2 ლიტრამდე იყო მუშახელის. აი ურს მაგალითად მე-13 დინასტიაში დაახლოებით 10,000-დან 15,000-მდე შეიძლება მუშახელი ჰყოლოდა. ანუ საკმაოდ დიდ რაოდენობაზე და დიდ წარმოებაზე არის ლუდის, ხო, აქ საუბარი. იმიტომ რომ ეს იყო არა მხოლოდ ბუნებრივია მათრობელობის თვალსაზრისით ისი არ იყო იმ პერიოდის ლუდი, უფრო იყო რაციონი, ხო, შემავსებელი და ნინკაშთან ერთად სხვათა შორის ლუდის ღვთაება არის ნისიბა, რომელიც ასევე დამწერლობასთან, ხორბალთან არის დაკავშირებული. ანუ ეს ქალი როა ღვთაება, ეს მგონი ქალის როლზეც მეტყველებს, იმაში რომ მგონი ქალი ხარშავს, ხო? კი, არის ეს ნისიბა, ესე ქალი არის, ნინკაშიც ქალი არის. რატო არის ეს ასე? შეიძლება იმიტომ რომ ხორბალი მაინც უფრო ხორბის ხელში მაგალითად ასურულ გამოსახულებაში და ქალი აკეთებს. ხო, არ ვიცი რა რატო არის ეს ასე, უფრო მოსავლიანობა შეიძლება უფრო
ქალთან იყო გარკვეულწილადაც და ნაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება ღვინოს, შუმერულში გვაქვს ტერმინი ღვინისთვის, tin არის ასეთი ტერმინი, რომელიც მაგალითად მე მქონდა კვლევა, შეიძლება გავდეს ამ ქართულ ღინ ფუძეს. თუმცა აი ამ იმიტომ რომ მაგალითად ჯაჭვი ამტკიცდება როგორ გადადის ეს tin და როგორ მოდის ქართულთან ჯერჯერობით მასალა არის საკმარისი, ამიტომაც რთულია ასეთი მტკიცებულება. მაგრამ ღვინოს რო იცნობდნენ ეს დამოკიდებლობით ვიცით ლიტერატურული ტექსტებიდან. იცნობენ ასევე ბადაკს, ამ ჯერ რო ფერმენტიზებული სითხე არ არის და სიტყვებაა. ამისთვის ცალკე ტერმინები აქვს. ეს არის როგორც ანდაზებში, სამეურნეო ტექსტებში, ლიტერატურულ ტექსტებში. ნოეს ამბავშიც ხოა ღვინო. როდესაც დათვრება თვითონ და შვილებთან დაკავშირებით ეს ამბავი ხო, ანუ იქაც არის. ეხა ასურელები მაგალითად ჩრდილოეთში მოდის უბრალოდ ყურძენი და იქ ტაძრის შესამკობელზეც კი არის ეს გამოსახულებები. სამხრეთში არა გვაქვს ამის დამადასტურებელი მასალა, გვაქვს უბრალოდ ლექსიკური მასალა და ლიტერატურული გადმოცემები ტექსტებში. თან მისმით ტექსტები არის ღვინოს იცნობენ და ეკონომიკური ხასიათის ტექსტები გვაქვს იმპორტის შესახებ. მოაქვთ ეს ყინავენ, ესე ყინულის ინახავენ ამ თიხაში რაღაც სპეციალური ჭურჭელები აქვს და ჩადებული აქვს ეს ყურძენი და სირიიდან და ამ ტერიტორიებიდან ეზდებიან. რა თქმა უნდა ეს იყო მაღალი საზოგადოების თან ლუცას რაღაც საინტერესო თემი სატრუპები. ხო, ესაც ცნობილი ერთი ამას ალბათ აქვს რაღაცა მიზეზი. მე მგონი თვითონ გაფილტრის ისა გარკვეულწილად ხო ის მარცვლებით როგორ ხდებოდა მის დაყენება და გაფილტრა და რაღაცა. ალბათ იქნება სამეურნეო ტექსტები ამასთან დაკავშირებით. კი, არის და თორსტოი მარბურგის უნივერსიტეტმა ცადა ერთხელ ამ ხო რაღაცა საჭმელებიც გააკეთეს, კატასტროფა გამოვიდათ ორივე, მაგრამ ნუ ტექსტები არის, რაციონი არის, მაგრამ ხო ეთქობა შემცველობა განსხვავდებოდა და ამიტომ დღეს მე მგონი რა NT-ის პრიმიტიულთან ახლოს უნდა ყოფილიყო რა შედარებით რა, ანუ მოხართავის მეთოდიკით და ხო უხეში მდიდარი გემოებით ალბათ უფრო იყო შემავსებელი რაციონის რომ ამ ხელა სიცხე არის ძალიან დიდი, წყალი ჭირდება და ასევე გარკვეული კალორიები. თან მაშინ ხო ვინგა ჩააციებდა ახლა ასე ვთქვათ ამ ლუც და როგორიც იყო ანუ ისე ტემპერატურა წარმოიდგინე ხა ვთქვათ ამ ხელა 10000 ვთქვათ 10000 თუ გინდა 5000 ყავდეს ქალაქს ხო მუშახელი. ამის ყოველდღიური თქვათ 2 ლიტრი რო ჭირდება წარმოება იმდენად ცხოველური არის და იმდენად ბევრი ხორმალი და ქერიც მოყავთ ალბათ რომ ისეთ პურზეც ეყოთ და ამაზეც როგორც ვთქვით ურის მესამე დინასტიაში მაგალითად 150000 ტონამდე მოყავდა წლიური რაც არ ჭირდებოდა თქვათ 20000 ტონა საყვარესი იყო კიდევ ერთი თემა რომელიც ბოლოსთვის მოვიტოვე არის ის მითიური ანუნაკები რომელიც არის თანამედროვე კონსპიროლოგიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მათ შორის მათ უკავშირდება არა მარტო თვითონ ანუნაკები, მე განვითარდა ეს თემა ძალიან და რეპტილოიდების თეორიაც, რომელიც ძალიან პოპულარული კონსპირაციული თეორია და ბევრ ცნობილ ადამიანს, მათ შორის აი ინგლისის დედოფალს, ამერიკის პრეზიდენტს და შემდეგ და რეპტილოიდებთან აკავშირებენ ხოლმე და მე რაღაცა დაფოტოშოპებული სურათები ხოლმე თითქოს ნიანგის თვალი აქვს და რაღაცა ასე მსგავსი. ძალიან სერიოზული ჟურნალებიც კი გამოდის, საქართველოშიც კი მე მინახავს ჯიხურებში რუსული ჟურნალები რეპტილოიდების შესახებ. რომელზეც ძალიან ლამაზად გაფორმებულია ხოლმე და ეს ცნობილი ადამიანები ნახევრად რეპტილოიდების სახით არიან ხოლმე გამოსახული და შემდეგ და როგორც ვიცი და როგორც მივაკვლიე მე თუნე ანუნაკებიდან მოდის ეს რეპტილოიდების კონსპირაციაც. იმიტომ რომ თვითონ ანუნაკებიც განიხილებიან როგორც რეპტილოიდებად და შესაბამისად მათგან უნდა იყოს ესეც მოცემული. ეხლა რეალურად ვთქვათ, ვინ არიან და რა არის ეს ანუნაკები ზოგადად, საიდან მოვიდნენ და რა როლი ჰქონდა და როგორ აღიქვამდნენ შუმერები თვითონ მათ. ხო, ესე იგი ვინ არიან ანუნაკები? ესენი ჩნდებიან მე-3000 წლის კოსმოგონიურ ტექსტებში, შესაქმის ტექსტებში და ეს არის გარკვეული ჯგუფი ღვთაებებისა, უმაღლესი ღვთაებების, რომლებიც მონაწილეობენ საყვარელ შექმნაში. ციფრი და ანუ რიცხვი ზოგადად ამ ანუნაკების არა გვაქვს ერთგვარი, ზოგჯერ გვაქვს 7, ზოგჯერ შეიძლება 50 ჰქონდეს. მაგალითად ენუმა ელიში არის ესეთი დიდი კოსმოლოგიური ტექსტი 1200 ტრიქონი არის თუ სწორად მახსოვს, სადაც მარდუქი კლავს ამ თიამათს და ამ ურჩხულის წიაღიდან საყვარელს ქმნის თავიდან და იქ 300 ანუნაკს შექმნის, რომელიც 300 მიწისქვეშეც განაგებს 300 თურქულ სამყაროს და მოკლედ რო ვთქვათ, ეს არის ანუნაკები არის კრებითი ტერმინი, რაც ითავსებს რანგით მაღალ ღვთაებებს. აქ შედის მაგალითად იგივე ენლილი,
ენქი, ნინხურსაგი, ეს მთავარი ღვთაებები და არის ცალკე მაგალითად 7 ანუნა ღვთაება, რომელსაც მაგალითად საიქიოში გამოაქვს ბედის წერას გიწყვეტს, ან მაგალითად როდეს შექმნის დროს ბედის ესენი განკარგავენ. მაგრამ ესე იგი განპირობებული ასე ცალკეული ანუნაკი არ არსებობს. ეს არის კრებითი სახე. ეხლა წარღვნის მითშიც ჩანს, რომ ღვთაება ვერ იძინებს, რატო ვერ იძინებს? იმიტომ რომ თავიდან სანამ ადამიანები შეიქმნებიან, ხმაურობენ ღვთაებები, აჯანყებას მოაწყობენ, რატო? იმიტომ რომ ესენი ზრუნავენ თავარი ღვთაების გამოკვებაზე, მოვლაზე, პატრონებაზე და შრომით დაიხალენ. და ამიტომაც შექმნიან შედარებით დაბალი რანგის ღვთაებებს, იგი ღვთაებებს. ეს ანუნაკები. და მოხდება იგივე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახლა ეს იგიგები აჯანყდებიან, ჩვენ რატომ უნდა ვიშრომოთ თავარი ღვთაებებისთვის და მერე იქნება ადამიანი, რომელიც ასეა პირდაპირ რომ შრომით ძიმე კალათა დაედო, რომ ბიბლიური ისა, შენი ოფლით მოეპოვებო და პორს, ფაქტობრივად ეს პათოსი არის. და ეს ანუნა ღვთაებები არიან რაღაც პრივილეგირებულ გარემოში. ამიტომაც ცოტა გვიან მოხდა თვითონ ასე შუმერულ რელიგიაში ცალკე არც გამოყოფენ ამ ჯგუფს. რამდენიმე ტექსტში არის უბრალოდ ნახსენები, ბევრი წყაროც არ გვაქვს. დამწერლობითაც, ესე იგი, თუ ორნაირად იწერება, შეიძლება ნიშნავდეს ცის უფლისწულებს, ან ესეთი ინტერპრეტაცია შეიძლება მოუძებნოთ და გვიან მოხდა, საკმაოდ არის ესეთი წერალი, მგონი აღარ არის ცოცხალი, მიხეილ სიჩინი, უпроსორად, რომელიც არის ამ კონსპიროლოგიის მამა. რაღაც ნაწარმოებები დაწერა ამ ანუნაკების შესახებ, ის რომ მაგალითად ნახევრად თევზის ტანით ამოვიდნენ პირველი შუმერები და მთელი ცოდნა ამ ცივილიზაციას სწორედ მათ გადასცეს და ასეთი ტექსტები გამრავლდა, არ ვიცი, ეთყობა პოპულარული მკითხველი მიდრეკილია ზოგადად ასეთი სპეკულაციებისკენ. თვითონ ლურსმულ ტექსტში არსად ასეთი რამ არ დასტურდება ანუნაკების შესახებ, რომ რაღაც ან რეპტილიან და ასე თქოს პლანეტა ნიბირუს ნაზრები იყვნენ და სიჩინის შემოქმედება. დედამიწას რომ მიუახლოვდებოდა ეს პლანეტა, იქიდან გადმოდიოდნენ ხოლმე ეს ანუნაკები. ხო, არანაირად არ არის არც ერთ ლურსმულ წყაროში, რაც დღემდე აღმოჩენილი არის. მსგავსი საუბრები, ეს არის უბრალოდ ღვთაებათა პრივილეგირებული ჯგუფი, რომელსაც კაცის დაწერილია ისიც ლემურიელები და ანუნაკები და კიდე რაღაცა აქვს ასეთი. რამდენიმე ნაწარმოები. ხო, რაღაცა ძველ, მას ასე წარმოიდგინე ხოლმე. სხვა შეს აი წარღუნაც რო ახსენეთ, ჩვენ აი წარღუნის მითთან დაკავშირებით მახსენდება, რომ რაღაც დოკუმენტური ფილმების სერიები გაჩნდა ამ ბოლო პერიოდში, თითქოს აი ამტკიცებენ, რომ იყო რაღაც დიდი წარღუნა მომხდარი და იმ წარღუნამდელი ცივილიზაციების კვალს ეძებენ ხოლმე რა ამ დოკუმენტურ ფილმში. რა თქმა უნდა, ეგ არაფერი პირდაპირ ნათქვამი არ არის დამტკიცებული, მაგრამ აი თითქოს მინიშნებებს აკეთებს, რომ აი თითქოს ეს ხო შეიძლება უკავშირდებოდეს და ასე. ხო, არის ეს, ნუ ხა იქ რო ადგილობრივი წარღვნა ნამდვილად მოხდა, ეს ნათელი ახლა ვულმა რო გათხრებით ჩაატარა, იქ იყო რაღაც კულტურული ფენა, მერე იყო 3 მეტრის სტერილური ფენა, არაფერი და იმ 3 მეტრის ქვევით უცებ დაიწყო კულტურული ფენა და მისი ცოლი ჩაიყვანა და კითხა, ნუ ეს რა არისო და თვითონვე უთხრა, რომ წყალდობაა დიდი წარღვნა. იქ წერილობითაც ვიცით, რომ ხდებოდა ეს წარღვნა, რატო? იმიტომ რომ ერთიანი ეს მოსწორებული ნია და არაფერი არ უშავს, ხოს რომ ეს წყალი გაჩაღდეს. ხები იქ არ არის და ხეობები და ეს. მოწყდება სადღაც ქურთისტანის მთიანეთში და ამ წყალს ვერაფერი ვერ აკავებს ფაქტობრივად. ამიტომაც ეს წარღვნები არსებობდა, მათ შორის ზოგიერთი ეთყობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ შურუფაქელმა მწერალმა დაწერა კიდეც ამ წარღვნის მითები. მაგრამ აი ის რაღაც გარკვეული სპეკულაციების სამყაროს თან გავთვალისწინოთ, რომ ის სხვა ცივილიზაციებიც, რომელსაც ასევე აქვს წარღვნის მაგვარი მითები, ასევე იგივე პერიოდში, იგივე გარემოებში ვითარდებოდნენ დაახლოებით, იმიტომ რომ პირველი ადამიანისთვის ამ შემთხვევაში ცივილიზაციის ჩამოყალიბების კერა იყო დაახლოებით ერთი და იგივენაირი კულტურული, გეოგრაფიული გარემოები, ხო? ამ როგორც იყო მაგალითად შუამდინარეთი, როგორც იყო ინდის ხეობა, როგორც იყო ნილოსის დელტა, ძირითადად დიდი მდინარეების გარშემო და იქ
მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი რაღაცა მოხდებოდა და თანაც ვინაიდან მოსახლეობის რაოდენობაც მცირე იყო და მასშტაბებით მცირე იყო ამ ყველაფრისა, იმისთვის წარმოვიდგინოთ, რომ მისთვის ნაცნობი სამყარო წყლის ქვეშ ექცეოდა რაღაცა პერიოდის მანძილზე და მისთვის სოფლიო წარღონაა, ხო რა, სოფლიო წარღონაა მართლა მისი თვალსაჩინოებიდან. ჩვენ ხა ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეთანხმება ხოლმე მე, რომ სოფლიო იზრდება რაც ისტორიული ეპოქები ვითარდება იმასთან ერთად, იმიტომ რომ ადამიანის თვალსაჩინო უფრო და უფრო ჯერ პატარა იყო უფრო და მე იზრდებოდა. ხა ალექსანდრე მაკედონელი მაგალითად იმ დროის სამყარო ფაქტობრივად დაიპყრო. რაც მათთვის კარგად ნაცნობი იყო მეტნაკლებად. იმის ციკით უკვე აღარ თითქოს ცივილიზაციური თავრდებოდა. რუკებიც რო ნახოთ, ძველი რუკები ერატოსთენეს და შემდეგ ხედავთ რა წარმოდგენა არსებობდა. ხო ხმათ უერთოდ ამერიკის და შემდეგ კონტინენტების რა იყო დატანილი რუკებზე და შესაბამისად გაფართოვდა ეს თვალსაჩინო და ხა ჩვენ დღეს რო წარღონას წარმოვიდგეთ, ცოტა სხვანაირად წარმოგიდგენია, რომ გონია რომ აი ჩვენთვის ნაცნობი სამყარო იფარება მთლიანად წყლით და ხო იმ დროის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ ამას, უფრო გასაგები გახდება, რას გულისხმობდნენ ალბათ ისიც ხო. და ასევე ამ ანაკებსაც უნდა დაანებოთ თავი უკვე. ვეცი გასართობად არ არის თვით ხო. მე მგონი ის ცნობილი ფილმი პრომეთე, ასევე რიდლი სკოტის ფილმი არის ესეთი პრომეთე, რომელშიც ის ეხება ადამიანის წარმოშობის საიდუმლოს. თითქოს აიქაც უცხო პლანეტიდან მოდიან ადამიანებსაც ინჟინერებს უწოდებენ და ისინი თავიანთ გენეტიკურ მასალას გააბნევენ დედამიწაზე მდინარეში ეს რაღაცა იდეალური ადამიანების ფორმით არიან წარმოდგენილები ისინი და მე იქიდან ხდება ადამიანის განვითარება ასე ვთქვათ დედამიწაზე და გარკვეულწილად ჩემი აზრით იქაც ნაჩვენები არის თანაც რომ რაღაცა რელიეფები ისინი სადაც ადამიანი თაყვანს რაღაც უფრო დიდ ღვთაებებს და მათ შორის რა თქმა უნდა ანუნაკების თვის რა აღნიშნული ისიც ნაჩვენების სტელაცა ნაჩვენები და ალბათ ამ ასეთმა ფილმებმა და რაღაცებაც განაპირობა გარკვეულწილად რომ აი ინტერესი გააჩინა მე იქიდან ვიღაცას კიდევ უფრო მეტი ფანტაზია გაეხსნა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ესეთი კონსპირაციული თეორიები. შუმერებს რაც შეეხება ზოგადად ძალიან ფართო და ძალიან ვრცელი თემა, ამიტომ მე ვეცდები რომ მომავალში კიდევ ამ თემას დაუბრუნდეთ რაიმე ფორმით. არა მარტო შუმერები, აშურეთი იქნება ეს თუ ბაბილონი თუ ასე და ბაბილონზე მე მგონი საინტერესო იქნება რომ გავაკეთოთ თავისი ჰამურაბიდან დაწყებული ნაბუქოდონოსორითა და ვალტასარითა და ბიბლიური ამბებით დამთავრებული. არ დაგავიწყდეთ წარე პოდკასტის გამოწერა, ვიდეოების მოწონება. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მომავალ ეპიზოდამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის.